საღამოშვიდობისა მეგობრებო, დღეს 31 იანვარია, დღეს პარასკევია და ეს იმას ნიშნავს, რომ პირდაპირ ეთერშია მთავარი გეოპოლიტიკური შოუ დიდი სივრცე. შეგახსენებთ, რომ ყველაფრის მოსმენა შეგიძლიათ რადიო სიხშირეზე FM 98 და 5 და პრაქტიკულად ყველაფრის ნახვა შეგიძლიათ შესაბამის Facebook და YouTube გვერდებზე. წელიწად 2 თვე გავიდა მას შემდეგ, რაც ჩაუშვით ეს გადაცემა, უნდა გითხრათ, რომ მაშინ საშუალოდ გვიყურებდა 1000-2000 მომხმარებელი, დღეს კი მაგალითად წინა გადაცემას YouTube არხზე უყურა 25,000 ადამიანმა, მე ძალიან მახარებს ეს ფაქტი, მიხარია ის, რომ გეოპოლიტიკის მიმართ და გეოეკონომიკის მიმართ ინტერესი, მაყურებელთა ინტერესი იზრდება. უბრალოდ გთხოვთ დაალაიქოთ ვიდეო, თუ კი გინდათ რომ ეს ვიდეო გავრცელდეს, რომ უფრო მეტმა ადამიანმა ნახოს. დღეს მინდა გითხრათ, რომ ყავს ორი არაჩვეულებრივი შესანიშნავი სტუმარი, გამოჩენილი ეკონომისტი და მეცნიერი ბატონი ვლადიმერ ლადო პაპავა და დიპლომატი საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, ბატონი არჩილ კალანდია. საღამო მშვიდობისა ბატონებო, მადლობას გიხდით მოგზანებისთვის. სანამ დავიწყებდეთ ჩვენს დისკუსიას, მინდა მოკლედ მოვყვე იმ მოვლენების შესახებ, რომელსაც ადგილი ჰქონდა მიმდინარე კვირის განმავლობაში, ჩემი აზრით ეს მნიშვნელოვანი მოვლენები, ამ მოვლენების ირგვლივ მათ შორის ავაგებ ჩვენს დისკუსიას. ჩვენი დისკუსიის თემა კი არის შემდეგი: ვინ გაინაწილებს მსოფლიოს 21 საუკუნეში? მე შეგნებულას ამოვირჩიე სიახლეები ქვეყნების მიხედვით. ამერიკის შეერთებული შტატები. ტრამპს ჰქონდა ამ კვირაში მძიმე სატელეფონო საუბარი დანიის პრემიერ-მინისტრთან მეტე ფრიდრიქსენთან. უпростоოდ მეტე ფრიდრიქსენი ძიმედ გრძნობდა თავს ტრამპთან სატელეფონო საუბრის დროს, ვინაიდან ამერიკის პრეზიდენტი მკაფიოდ გაგზიანებულ ტონალობაში მოითხოვდა გრენლანდიაზე ამერიკის სუვერენიტეტის გავრცელებას. ილონ მასკი ჩაერთო ვიდეოკავშირით ალტერნატივა გერმანიისთვის ყრილობას და განაცხადა, რომ გერმანელები უნდა განთავისუფლდნენ დანაშაულის შეგრძნებისგან, რომელიც იყო ჩადენილი ნაციზმის დროს მათი ბებიების და ბაბუების მიერ და ამან გამოიწვია სკანდალი, ამან გამოიწვია საკმაოდ ესეთი ნეგატიური რეაქცია შოლცის მხრიდან, ასევე მერცის მხრიდან, მოკლედ მთლიანად ეს სისტემური პოლიტიკური ისტებლიშმენტი გერმანიის არის აღშფოთებული აი მასკის ამგვარი საქციელის გამო. 1 თებერვლიდან ამერიკა აწესებს 25%-იან ბაჟის გადასახადს მექსიკიდან და კანადიდან ამერიკის შეერთებული შტატების იმპორტირებულ პროდუქციაზე და ნედლეულზე. ტრამპი პირდება 100%-იანი ბაჟის შემოღებას ბრიქსის ქვეყნებისთვის, იმ შემთხვევაში თუ კი ბრიქსი შეეცდება ალტერნატიული სარეზერვო ვალუტის შექმნას, ან დაუჭერს რომელიმე ქვეყანას მისი ვალუტის გამყარებაში. ალბათ ჩინეთი და იუანი იგულისხმება. ამ კვირაში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დავალიანებამ გადააჭარბა $36 ტრილიონ. ამერიკის შეერთებული შტატების ფინანსთა სამინისტრო იხილავს ბიტკოინების სტრატეგიული რეზერვის შექმნის შესაძლებლობას და ამასთან ერთად რამდენიმე შტატის მიერ უკვე მოხდა შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის მიღება. ამერიკის შეერთებულ შტატებში ლამის ჩამოიშალა ფონდო ბაზარი 3.1%-ით შემცირდა ნასდაკის ბირჟის აქციათა კაპიტალიზაცია. NVIDIA-ს აქციების ღირებულება დაეცა 17%-ით, რამაც გამოიწვია ზარალი ამ კომპანიისთვის $589 მილიარდი ოდენობით. ეს არის კოლოსალური თანხა. ამ დროს ჩინეთი ახალი თაობის მოერიშე თვითმფრინავმა განახორციელა თავისი პირველი ფრენა. ეს არის ჩინეთი. ამ ერთი თვის განმავლობაში ჩინეთმა მიაღწია სავაჭრო ბრუნვის 1 ტრილიონიან დადებით სალდოს. ჩინეთის ხელოვნურმა მზემ დაამყარა თერმობირთვული სინთეზის რეკორდი, რეაქციის შედეგად ტემპერატურამ 100 მილიონ გრადუსს მიაღწია. ეს არის რეკორდი. დაანონსებული DeepSeek, აი ამ DeepSeek-მა სწორად გამოიწვია იქ NASDAQ-ში მთელი ეს ფურორი და ჩამოშლა ამერიკული კომპანიების, მათი აქციების, მათი ღირებულების. ამ ჩინურმა ხელოვნური ინტელექტის პლატფორმამ გამოიწვია ის, რომ ამერიკულმა ტექნოლოგიურმა გიგანტებმა ნახეს ზარალი $1 ტრილიონის ოდენობით
და ბოლო ნიუსი, რომელიც სიახლე, რომელიც უკავშირდება ჩინეთს, გაიხსნა ჩინეთში პირველი რობოტ ჰუმანოიდების საწვრთნელო ბაზა შანხაიში. ამ დროს რუსეთმა ამ კვირაში დაიპყრო უკრაინის ტერიტორიაზე განლაგებული რამდენიმე ათეული დასახლებული პუნქტი. დნეპროპეტროვსკის ოლქამდე რუსეთის შეიარაღებულ ძალებს აშორებს მხოლოდ 4-5 კილომეტრი. 2024 წლის შედეგად რუსეთის ფედერაციამ განახორციელა და ეს ამ დღეებში გახდა ცნობილი 68 დისტანციური ზონდირების თანამგზის ჩაშვება კოსმოსში და ამ აჩვენებლით გავიდა მსოფლიოში მესამე ადგილზე, პირველ და მეორე ადგილს. ამ აჩვენებლით იკავებენ ამერიკის შეერთებული შტატები და ჩინეთი და მე მგონი მათ თანაბარი 85 თუ 86 თანამგზავრი აქვს ჩაშვებული. მოკლედ არის ეგეთი Military Watch Magazine ამ გამოცემობის ცნობით რუსეთი ახლოს არის ახალი ბალისტიკური რაკეტის ისკანდერ-M-ის სერიული წარმოებისთვის. ამ რაკეტის მოქმედების რადიუსი ორჯერ აღემატება ორიგინალს და აღწევს 1000 კილომეტრს. როგორც გითხარით, მე შეგნებულად ეს სიახლეები დავალაგეს ამ ქვეყნების მიხედვით და თუ კი ამ სიახლეებს მიყვებით ქვეყნების მიხედვით ნახავთ, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს ახასიათებს ეგეთი აგრესიული, ექსპანსიური, ესეთი ორიენტირებული რაღაც რესტრიქციებზე და სანქციებზე პოლიტიკა. ხო, აქვე გრენლანდია, პანამა, მექსიკის მიმართ, დანის მიმართ, ევროკავშირის საერთოდ მთელი მსოფლიოს მიმართ პრეტენზიები. ჩინეთი დინჯად და მიზანმიმართულად ახორციელებს ტექნოლოგიურ განვითარებას და გარღვევას სხვადასხვა მიმართულებით. რუსელი ტრადიციულად ბრუტალურად ომობს, ძირითადად ამვითარებს ტექნოლოგიებს, რომლებიც სამხედრო კომპლექსთან არის დაკავშირებული და ომს უკავშირდება. და სანამ თავარ კითხვაზე გავცევთ პასუხს და ეს პასუხი არის სწორედ ის თემა, რაც მე დავანონსე, მინდა გადავიდე შემდეგ კითხვაზე. ბატონო ლადო, სანამ დავიწყებთ ამ გლობალურ დისკუსიას, დაღებული არაბული ინვესტიციების შესახებ თუ იცით რამე და საერთოდ იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს აქვს ერთ-ერთი მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი, რამდენად მიმზიდველია საქართველოს ინვესტიციებისთვის. ეს კითხვა მარტივი პასუხგასაცემი არ არის, იმიტომ რომ ქვეყანა რო ინვესტიციებისთვის, ინვესტორებისთვის იყოს მიმზიდველი, ერთ-ერთი პირველი ფაქტორი არის სტაბილურობა. მათ შორის პოლიტიკური სტაბილურობა და დღეს ჩვენ ვიცით საქართველოში რაც ხდება. მე ვიტყოდი რომ ქვეყანაში არის სერიოზული კრიზისი, მაგრამ მე ამას არ დავარქმევდი პოლიტიკურ კრიზისს. რომ პოლიტიკური კრიზისია მაგალითად გერმანიაში. როდესაც კოალიციური მთავრობა დაიშალა და იმისთვის რომ მთავრობამ შეძლოს ფუნქციონირება, ახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს და არჩევნების შედეგად ან რომელიმე პარტია გაიმარჯვებს, ან ახალი კოალიცია შეიქმნება. ეს არის პოლიტიკური კრიზისი, მისი გადაწყვეტილება. და ჩვენთან რა კრიზისია? ჩვენთან არის საზოგადოების კრიზისი. პრაქტიკულად ეს ეგზისტენციალური კრიზისამდე დაიყვანება. იმიტომ რომ ნახეთ როგორი სიტუაცია, დაპირისპირება მშობლებსა და შვილებს შორის, მეუღლეებს შორის, დედმამიშვილებს შორის, მეგობრებს შორის, კოლეგებს შორის. ეს ხომ მთელ საზოგადოებაა გახლეჩილი. ამიტომ მარტო პოლიტიკური ინსტრუმენტებით ამ პრობლემის დაძლევა მე არ მესახება რეალურად. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, პოლიტიკური კრიზისის გადაწყვეტის ერთ-ერთი მექანიზმი, ერთ-ერთი მექანიზმი არის არჩევნები. მაგრამ საზოგადოებრივი კრიზისი არჩევნებით არ გადაწყდება. რომ ჩაატარო ეს არჩევნები, ვიღაც გამარჯვებული იქნება, ვიღაც დამარცხებული და ეს განხეთქილება მაინც არ მოისპობა. თუმცა ჩვენ უფრო სერიოზული პრობლემა გვაქვს. ამ ვითარებაში, რა თქმა უნდა, საქართველოს მიმზიდველობა ინვესტიციური თვალსაზრისით გარკვეულ ეჭვებს ვადებს, იმიტომ რომ რამდენად სტაბილური, საერთოდ ინვესტორებს სჭირდებათ სტაბილური გარემო. ამ ვითარებაში, როდესაც არაბული კომპანია იღებს გადაწყვეტილებას, რომ გამოთქვათ ზაობას ქვეყანაში შემოვიდეს ნიშნულოვანი ინვესტიციით, სადღაც 6 მილიარდ დოლარამდე, რა თქმა უნდა, ერთწლიანი ინვესტიცია არ არის, რამდენიმე წელზე გაწერილი. ეს გარკვეულწილად პოზიტიური სიგნალი იქნება სხვა პოტენციური ინვესტორებისთვის, რომ თუ ასეთი თანხა ჩაიდება საქართველოში, ესე იგი შესაძლებელია, იმიტომ რომ დღევანდელი მდგომარეობით ეკონომიკური და ინფლაციის დაბალი დონე, მართალია ბოლო პერიოდში ლარი უფასურდება, მაგრამ ლარიც უფასურდება სწორედ ამ არაეკონომიკური ფაქტორების გარემო, არამედ ამ პოლიტიკური დაძაბულობის გამო, რომ
ქვეყანაში არის გარკვეული დაპირისპირება და ეს ქმნის გარკვეულ რისკების მოლოდინს და ბიზნესი თუ მოქალაქეები ცდილობენ შეამცირონ რისკები და თავიანთი თანხები ეს იქნება ანგარიშებზე თუ ანაბრებზე გადაიყვანონ უცხოურ ვალუტაში დოლარში. აი ასეთ ვითარებაში რა თქმა უნდა ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ინვესტორის შემოსვლას. ეს არის პირველ რიგში სიგნალი სხვებისთვის, რომ ქვეყანაში არის ნორმალური სიტუაცია. თანაც თუ შეხვალთ საერთაშორისო სავალუტო ფონდის ვებგვერდზე, ნახავთ პოზიტიურ პროგნოზებს საქართველოს ეკონომიკური განვითარების. მაგალითად წერია, რომ 2025 წელს საერთაშორისო სავალუტო ფონდი თვლის, რომ ინფლაცია არ უნდა იყოს 2.6%-ზე მეტი, ეკონომიკური ზრდა 6%-იანი, ანუ შეფასებები არის პოზიტიური. აი ამ ვითარებაში ინვესტორის შემოსვლა მნიშვნელოვანია და ეს გარდა იმისა, რომ სხვა ინვესტორებისთვის დადებითი სიგნალია, ეს გამოიწვევს კიდევ სხვა რამეს. ამხელა თანხის შემოსვლა საქართველოს ეკონომიკაში ნიშნავს ეს ჩვენთან ხო ერთადერთი კანონიერი საგადამხდელო საშუალება ლარია. არ უნდა მოხდეს შემოტანილი ინვესტიციების, დოლარებში შემოტანილი ინვესტიციების კონვერტაცია ლარში, გაიზრდება მოთხოვნა ლარზე, ლარი უფრო სტაბილური გახდება. ბუნებრივია ლარის სტაბილურობა იმპორტ დამოკიდებულ ქვეყანაში როგორც ჩვენ ვართ აისახება ინფლაციის დონეზე და არა მარტო ლარიზე იმოქმედებს სტაბილურობის თვალსაზრისით ეროვნულ ბანკსაც შეიძლება რეზერვების გაზრდა რაც ასე აგრეგატ მნიშვნელოვანია როცა კრიზისული მომენტებია და განაკვეთების დაწევა. რა თქმა უნდა ამიტომ ამ ვითარებაში ეს ძალიან პოზიტიური სიგნალია. კიდევ ერთ დავუმატებდი იცით იმისთვის რომ ინვესტორებისთვის ეს მიმზიდველი გახდეს ხო ძალიან საინტერესო ეტაპი არის მიმდინარეობს ჩამოსულია საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია საქართველოში რომელიც მუშაობს საქართველოს მთავრობასთან საქართველოს ეროვნულ ბანკთან ახალი პროგრამის კონტურების შესამუშავებლად და მე მინდა გამოთქვა იმედი იმასთან დაკავშირებით რომ ეს მოლაპარაკებები დასრულდება დადებითად. იმიტომ რომ თუ საერთაშორისო სავალუტო ფონდთან დაიწყება ახალი პროგრამა აქ ჩვენ არა მარტო ფინანსური კომპონენტი გვაინტერესებს, არამედ პოზიტიური გზავნილი, რომ საქართველოს ეკონომიკური სიტუაცია საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით არის დადებითი. ეს იქნება მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ასეთი პროგრამა იქნება მიღწეული და ეს არის მნიშვნელოვანი. ამიტომ კომპლექსში თუ განვიხილავთ, წმინდა ეკონომიკაში რაიმე პრობლემა ახალი უბრალოდ არ არსებობს, ის არის ძველი პრობლემა, რომ იმპორტ დამოკიდებული ქვეყანა ვრჩებით, თუმცა იმპორტზე დამოკიდებულება ესეც თანდათანობით მცირდება. პანდემიის დაწყებამდე თუ იმპორტი ექსპორტზე 4-ჯერ მეტი იყო, ახლა იმპორტი ექსპორტზე 2.7-ჯერ მეტია, ანუ ეს სხვაობა მცირდება, რაც პოზიტიურია, მაგრამ იმპორტ დამოკიდებული ქვეყნისთვის ძალიან დიდი მძნობი არის ამ ქვეყნის ეკონომიკისთვის გაცვლითი კურსი. ხოლო გაცვლითი კურსის სტაბილურობას ეკონომიკური სხვა საფუძველი გარდა იმპორტ დამოკიდებულებისა არ აქვს. მაგრამ აი პრობლემა როგორც გითხარით არის ის დაპირისპირება რაც არის ქვეყანაში საზოგადოებაში. გასაგებია. ბატონო ლადო, მოდით ახლა გადავიდეთ უკვე გლობალურ პროცესებზე და მინდა კითხოთ. აი ამჟამინდელი ტრამპის ადმინისტრაცია აცადებს იმის შესახებ რომ დაგეგმილია აი ამ სტრატეგიული რეზერვის, ბიტკოინების სტრატეგიული რეზერვების შექმნა და როგორც აი ამ სიახლეებში წავიკითხე, რამდენიმე შტატს უკვე აქვს შესაბამისი კანონმდებლობაც შექმნილი. იცით რა მაინტერესებს, რაში სჭირდება ამერიკას დღეს ბიტკოინებისგან სტრატეგიული რეზერვის შექმნა, ნიშნავს ეს იმას თუ არა რომ ეს არის პოლიტიკა, რომელიც მიზნად ისახავს ვალის შემცირებას ან დევალვაციას დოლარის და ამ შემთხვევაში როგორ უნდა მოისვეს ის ადამიანი, რომელსაც თავისუფალი ფული აქვს, უნდა იყიდოს ბიტკოინი? ეს არის ძალიან კარგი შეკითხვა და საკმაოდ რთული, იმიტომ რომ რეალურად კონკრეტულად საერთგან მიყავს პრეზიდენტ ტრამპს დღეს ამერიკის შეერთებული შტატები ძალიან ბევრ პასუხ გაუცემელ კითხვას აჩენს. იმიტომ რომ ის პროტექციონისტული ზომები, რასაც ახლა ამერიკის შეერთებული შტატები იღებს, ჩვენ არ უნდა დაგვაწყდეს, რომ მას კონტრზომები მოყვება. და ამის შესახებ თვითონ ამერიკელი ცნობილი ეკონომისტები წერენ, ასე არ არის. ახლა ამერიკამ თითი დაუქნია დანარჩენ მსოფლიოს და ყველა შეკრდა. კი, არის ქვეყნები, რომლებიც შეშინდებიან, კოლუმბია მაგალითად. და ეს ბუნებრივიც არის, მაგრამ არის ქვეყნები, რომლებიც ამას მიიღებენ გამოწვევად. თანაც შეხედეთ დონალდ ტრამპის პოლიტიკა როგორ არის.
ერთი მხრივ დაუყვავებს ერთ დღეს იტყვის რომ ველაპარაკე ჩინეთის პრეზიდენტს და ძალიან კარგი კომუნიკაცია ჰქონდა მეორე დღეს იტყვის რომ ჩინეთი უნდა დავსაჯოთ მესამე დღეს იტყვის რომ მე დიდ პატივს ვცემ რუსებს რომ რუსები არა მიყვარს რუსეთი ვერ დავამარცხებდით ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს ტრამპთან მე უცებ იტყვის რომ ტრამპი თუ არ წამოვა სამშვიდობო მოლაპარაკებებზე დავჯი და კიდევ უფრო ესეთი საპირისპირო განცხადებები არის ამ ეკონომიკურ პოლიტიკასთან დაკავშირებით. ახლა რაც შეეხება ბიტკოინების გარკვეული მარაგის შექმნას, რა თქმა უნდა, ახლა მას უნდა რომ ეს ბაზარიც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გააკონტროლოს ირიბად მაინც. იმიტომ რომ ეს კრიპტოვალუტა პრაქტიკულად იმიტომ არის მიმზიდველი, რომ ის არ არის კონტროლირებადი. ანონიმურია კი ბატონო. ის არ არის კონტროლირებადი, მაგრამ თუ მათი დიდი ოდენობა თავს მოიყრის ამერიკის შეერთებულ შტატებში და აქ უკვე ლაპარაკი არის იმაზე, რომ ესე იგი პრეზიდენტი აცხადებს ამას. ესე იგი გინდა არ გინდა კონტროლირებადი გახდება სახელმწიფო ორგანოების მხრიდან. ამიტომ ეს ასევე საუბარი არის იმაზე, რომ ეს არალეგალური ტრანზაქციები რაც არის, ეს დაექვემდებაროს კონტროლს. ახლა აქ როგორი სიტუაცია იცით? იგივე ამერიკის შეერთებულ შტატებში, მთელ მსოფლიოში ძალიან პოპულარული არის ციფრული დოლარის შემოღება თუ ციფრული ფუნტის შემოღება. თქვენ წარმოიდგინეთ, საქართველოს ეროვნული ბანკი მუშაობს ციფრულ ლარზე. ელექტრონულად კი ბატონო, ციფრულად. ეს უბრალოდ იმით არის, რომ ყველაფერი უფრო სწრაფად მოხდეს ტრანზაქციები, მაგრამ გარკვეულწილად სახელმწიფოს მხრიდან იყოს გარკვეული კონტროლი. რა თქმა უნდა, ეს სრულად ახალ საბანკო მოწყობას გულისხმობს, განსხვავებულ სისტემას გულისხმობს, მაგრამ ახლა ტრამპი მიდის ბევრად უფრო შორს, არა მარტო ციფრული დოლარი, არამედ ეს ბიტკოინების დიდი ნაწილი ამერიკის შეერთებულ შტატებში, რათა ასე ვთქვათ, ამით ირიბად დამყარდეს კონტროლი არაკონტროლირება ტრანზაქციებს. გასაგებია. ბატონო არჩილ, აი მე ვილაპარაკე, ჩამოვთვალე. ერთ-ერთი გრანდიოზული მოვლენა ეს არის DeepSeek-ის მიერ ეს მოხდენი ფურორი, NASDAQ-ი ჩამოიშალა ლამის. და რაც მთავარია, DeepSeek-ი არ არის მხოლოდ ერთი პლატფორმა, რომელიც ლიდერობს ხელოვნური ინტელექტის სეგმენტში. მე ამოვიკითხე, რომ ChatGPT-ს, ანუ OpenAI-ს უსწრებს არა მხოლოდ DeepSeek-ი, უსწრებს Doubao, ეს არის ინგლისურად არის ByteDance, Kimi, ეს არის Moonshot, Qwen ეს არის Alibaba-ს პლატფორმა, 4-ვე ჩინური პლატფორმა იკავებს პირველ 4 პოზიციას ხელოვნური ინტელექტის მაღალ ტექნოლოგიურ სეგმენტში. გარდა ამისა, ცნობილი გახდა, რომ თუ კი მაგალითად ChatGPT-ს განხორციელებული რაღაცა კოლოსალური ინვესტიცია, რომელიც ითვლის 100 მილიარდზე მეტ თანხას და ChatGPT-ზე მუშაობს დაახლოებით 10000-მდე მეგონი ადამიანი, ამ შემთხვევაში, DeepSeek-ის შემთხვევაში ვიგებთ იმას, რომ მუშაობს მხოლოდ 200 კაცი და დახარჯული არის 10 მილიონის ინვესტიცია. აი ამან გამოიწვია ეს ჩამოშლა, მათ შორის Nvidia-ს აქციების ჩამოშლა. აი მე მაინტერესებს თქვენი აზრი. აი ბატონი ლადუც ამბობს ამას, რომ აი ტრამპს ახასიათებს ეს, რომ მე დავსჯი ჩინელებს. მე სიზინპინთან მაგ კარგი ურთიერთობა, ჩვენ კარგი ურთიერთობა გვაქვს, უკეთესი გახდება, მაგრამ მეორე დღეს ამბობს, მე დავაწესებ 100%-იან რაღაც ბაჟის გადასახადს. აი ის რომ მოხდა აი ამ კვირის განმავლობაში. აი ეს აქცია, ეს პერფორმანსი, ეს ხო არ არის ჩინეთის მხრიდან დემონსტრირება თავისი ტექნოლოგიური უპირატესობის. ანუ არა მხოლოდ ჩვენ ვაშენებთ სამხედრო ძალას, ვანვითარებთ, ავიაბრძვიდებს, იქ სხვა რაღაცას ვქნით, პერსპექტიულზე ბგერით შეარაღებას მათ შორის დასში, მაგრამ ამასთან ერთად ჩვენ გვაქვს აი მძლავრი ინსტრუმენტი ხელოვნური ინტელექტის პლატფორმები. აი ესე შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ ეს არის ერთ-ერთი გაფრთხილება ჩინელების მხრიდან. მოგესალმებით პირველ რიგში, დიდი მადლობა მოწვევისთვის, მცირე ჩასწორებას გავაკეთებ ყოფილი ელჩი საქართველოს ჩინეთში. რაც შეეხება თქვენ კითხვას, ძალიან საინტერესო და აქტუალური თემაა განსაკუთრებით დღევანდელ რეალობაში. გამომდინარე იქიდან, რომ ჩინეთი და ამერიკის შეერთებული შტატები დღეს არიან ორი მთავარი მოთამაშეები საერთაშორისო არენაზე,
ჩვენ გარკვეულწილად შეიძლება შევადაროთ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საბჭოთა კავშირის ბრძოლას კოსმოსისთვის, რომელიც მე-20 საუკუნეში მიმდინარეობდა. 21 საუკუნეში უკვე თანამედროვე რეალობაში მიმდინარეობს ბრძოლა ხელოვნური ინტელექტისთვის. და ვინ უფრო უკეთეს და შესაბამისად ვინ უფრო ასე ვთქვათ შეძლებს რომ ბევრად მოწყვლადი იყოს დანარჩენ მსოფლიოში მისი წარმოებული ხელოვნური ინტელექტი და ამ კუთხით ზუსტად ეხლა ხან სულ რაღაც 10-20 დღის წინ თუ 2 კვირის წინ მაქსიმუმ გამოჩენა DeepSeek-ის გარკვეულწილად სერიოზული რყევები გამოიწვია, ხო, მოგეხსენებათ პირველად ისტორიაში საფონდო ბირჟებზე ამერიკის შეერთებული შტატების ისე ჩამოიშალა, რომ ესეთი ისტორიას არ ახსოვს, ხო? და NVIDIA-ის ყველაზე დიდი ჩიპების წარმოებელი გიგანტური კორპორაცია 18%-ით გაუფასურდა მისი აქციები. სწორად ახსენეთ აბსოლუტურად სულ რაღაც დაახლოებით 2000 ჩიპი ჭირდება იმისთვის, რომ ეს განსხვავებული ალგორითმები და ასე შემდეგ კოდით, როცა მაშინ 10000-ზე მეტი ჩიპია საჭირო, თქვათ Deep Chat GPT-ის შემთხვევაში. აქედან გამომდინარე 28 იანვარს სხვათა შორის ტრამპმაც გააკეთა ამაზე კომენტარი და განაცხადა, რომ დროა გამოფხიზლდეს და დროა გამოიღვიძოს ამერიკულმა ინოვაციურმა ინდუსტრიამ. ამიტომ ეს ბრძოლა კიდევ უფრო საინტერესო და აქტუალურ ფაზაში გადავა, იმიტომ რომ თქვენ ახსენეთ სხვა ჩინური ხელოვნური ინტელექტის სტარტაპები, რომლებიც ამ მიმართულებით უკვე საკმაოდ დიდი გამოცდილება დააგროვეს, მაგრამ აქვე მინდა აღვნიშნო ერთი რამ. მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთი მთელ რიგ, მათ შორის ეკონომიკურ და მთელ რიგ მიმართულებებით გადაუსწრო ამერიკას, ჯერ კიდევ ინოვაციებისა და მაღალ ტექნოლოგიურ სფეროში საკმაოდ დიდი უპირატესობა გააჩნია ამერიკის შეერთებულ შტატებს. პირველ რიგში ეს გამომდინარეობს იქიდან, რომ მოგეხსენება ტვინების გადინება და არა მარტო ევროპიდან, არამედ მთელი მსოფლიოდან ხდება. რა თქმა უნდა, ამას ცდილობენ ჩინელებიც, რომ რაც შეიძლება მეტი ტვინი, ასე ვთქვათ, მოახდინონ მათი იმპორტირება საკუთარ ბაზარზე. მაგრამ ჯერ ამერიკა ბევრად წინ არის ამ კუთხით და დაფინანსებაც, ყოველწლიური დაფინანსებაც ბევრად მეტია მეცნიერებისა ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიდრე ჩინეთში. მაგრამ ჩინური მხრიდანაც ეს მზარდია. ეს მაჩვენებელი. ასე რომ ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ უკვე დღევანდ 2025 წლიდან შევედით ახალი შეჯიბრის, ახალი კონკურენციის ეპოქაში ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის, რომელიც უკვე ეს თანამედროვე ტექნოლოგიების კუთხით და ამ მიმართულების სტარტაპის, ანუ ხელოვნური ინტელექტის განვითარების კუთხით და ეს Chat GPT იქნება ერთგვარი ასე ვთქვათ, მისი გამოჩენა და ეს შეიძლება ითქვას შოკი, რაც დამართა ამერიკულ ბაზარს ამ მიმართულებით, ეს იქნება ალბათ ახალი განცხადებებისა და ახალი რეაგირების საფუძველი ამერიკის მხრიდან, მათ შორის ტრამპის ახალი, თქვენ როგორც ახსენეთ, ბევრ განცხადებებს აკეთებს სხვადასხვა მიმართულებით, საკმაოდ საინტერესოს და კიდევ ერთია განცხადება და მეორეა ქმედებები. მაგრამ ეს რომ დაემატება ჩინეთ-ამერიკის ურთიერთობებს ეს ახალი სფერო, რომელიც მანამდეც იყო კონკურენციის საგანი, მაგრამ ეხლა ხარისხობრივად უკვე სხვა დონეზე გადავიდა და ძალიან საინტერესო ამბების მომსწრენი გავხდება. ნამდვილად ამაში გეთანხმებით. პრინციპში ყველაფერში გეთანხმებით. ბატონო ლადო, თქვენ ახსენეთ, რომ აი სანქციებს, რესტრიქციებს იქ 25% დაუწესა უკვე პრაქტიკულად შემდგარი ფაქტია კანადას, მექსიკას. იქ BRICS-ის ქვეყნებს პირდება 100%-იანი ბაჟის დაწესებას ამ პროდუქციაზე ამ ქვეყნებიდან. მაგრამ ცხადია, რომ და თქვენც ეს აღნიშნეთ, რომ ეს ქვეყნები, ვის მიმართაც ამ სანქციებს იღებს, ვიღაცა კი ბატონო, აი კოლუმბიის შემთხვევაში ვიღაცა დანებდება, მაგრამ იგივე დანიაც კი დღეს ვკითხულობდი ერთ-ერთ ეკონომიკურ არხზე, რომ დანიას აქვს რამდენიმე ბერკეტი, დანია უშვებს რამდენიმე მაღალ ტექნოლოგიურ პროდუქციას, მათ შორის არის ესეთი პროდუქცია, რომელიც ეხმარება წონის დაკლებაში, მაგრამ არის მაღალი ხარისხის, ამ პროდუქციაზე არის მოთხოვნა ამერიკის შეერთებულ შტატებში და ესეთი პოზიცია აქვს 10-მდე, აი ამ პატარა სამეფოს. და ისმის კითხვა რა
მიზანს ემსახურება, ანუ თქვენ ბრძანდით და ეს ლოგიკურია, ეს ნიშნავს პროტექციონიზმს, ეს ნიშნავს გლობალისტურ ეკონომიკაზე უარის თქმას და რა მიზანი აქვს ამ შემთხვევაში? რისი მიღწევა უნდა ტრამპს? საერთოდ მე ვთვლი, რომ გლობალური ეკონომიკის უარყოფა პრინციპულად შეუძლებელია. შეიძლება ებრძოლო გლობალიზმს, მაგრამ მას ვერ მოსპობ, იმიტომ რომ გლობალიზმს აქვს რეალური ფუნდამენტი, ეს არის თანამედროვე სატელეკომუნიკაციო სისტემები და სატრანსპორტო საშუალებები. ამიტომ ეს შეუძლებელია და ამის ყველაზე კარგი მაგალითი რა არის? არალეგალური ბიზნესი. მთელი მსოფლიო ებრძვის ნარკობიზნესს, მაგრამ ნარკობიზნესი მთელ მსოფლიოში მოდებული. პანდემიის დროს იყო ჩაკეტვა, არ იყო ფრენები, მაგრამ როგორღაც სადღაც ავღანეთში წარმოებული ყაყაჩოდან დამზადებული ნარკოტიკი მოიხმარებოდა კანადაში. ამიტომ ეს დასტური არის, რომ გლობალიზაცია ვერ გაქრება. თუნდაც ის რომ რუსეთთან მიმართებაში როგორც რუსული კომპანიები, ასევე ევროპული და ამერიკული კომპანიებიც ახერხებენ სანქციების გვერდისავლადს, ეს დასტური არის, რომ გლობალიზაცია არსებობს და მას ვერ გააჩერებს ვერ არის. მაგრამ აი გლობალიზაციის ის ფორმა, რომელიც დღეს გამოიყენება, ამ ფორმას უპრიანია დავარქვათ კონფრონტაციული გლობალიზაცია. და პრაქტიკულად ამ კონფრონტაციული გლობალიზაციის კონტექსტში თუ განვიხილავთ, ტრამპი ამ კონფრონტაციულ კომპონენტს კიდევ უფრო ამწვავებს, მაგრამ აი თქვენ ბრძანეთ, ახლა ყველა ქვეყანას აქვს სხვადასხვა ინსტრუმენტი. აი რამდენიმე დღის წინ წავიკითხე ერთი საკმაოდ ცნობილი ამერიკელი ეკონომისტის წერილი სტატია, რომელიც აღნიშნავს, რომ დღეს დოლარი გამოიყენება თითქმის მთელ მსოფლიოში, მთელ მსოფლიოში. და უფრო მეტიც, რეზერვები ძალიან ბევრ ქვეყანას აქვს ნომინირებული სწორედ დოლარებში. ამის გარდა მათ აქვთ ესე იგი ნაყიდი ამერიკის შეერთებული შტატების ხაზინის ფასიანი ქაღალდები. და თუ ტრეჟერესი და ასე შემდეგ. მათი ერთ-ერთი რეაქცია იქნება, რომ შეწყვიტონ მომსახურება. თუ უარი განაცხადონ ამის მომსახურებას. ამაზე თვითონ ამერიკელები წერენ, ამიტომ ასე არ არის, იცით, ეს არ არის ცალმხრივი მომძრაობა, ეს არის ორმხრივი მოძრაობა. ორმხრივი მოძრაობის დროს ვინ როგორ დაზარალდება, კაცმა არ იცის, მაგრამ ძალიან ახლოს ვართ რაღაც ახალ მოულოდნელ ფაქტორებთან. ამიტომ რა თქმა უნდა, დანიასაც აქვს თავისი პოზიციები და უფრო მეტიც ახლა ნახეთ დაპირისპირება ამერიკის შეერთებულ შტატებსა და დანიას შორის. ეს ხო უშუალოდ აისახება ნატოზე. ევროპაზე, ევროკავშირის. კი. აქ საგარეო საქმეთა მინისტრი, ეს საერთოდ ანეკდოტივით არის მესიე ბარო, მე მგონი და პირდება გრენლანდიას და დანიას დაცვას, ანუ თავისი საექსპედიციო კორპუსის გაგზავნას აპირებს გრენლანდიაში. ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენ ვდგავართ ძალიან სერიოზული ტრანსფორმაციის პირობებში, იცით? ახლა მე ნამდვილად არ მინდა რაღაც ესეთი დრამატული სურათი შეიქმნას, მაგრამ ჯერჯერობით პროგნოზის გაკეთება როგორ იცვლება შეუძლებელი. ერთი რამე შეიძლება ითქვას მკაფიოდ. ის ერთ პოლუსიანი მსოფლიო მოწყობა, მსოფლიო წესრიგი, რომელიც იყო, აი სანამ დაიწყებოდა პანდემია და განსაკუთრებით ომი, რუსეთის ომი უკრაინაში, ეს უკვე აღარ იქნება, ეს მოისპო. ახლა უკვე საუბარია მრავალპოლუსიან სამყაროზე, მაგრამ აქ დგება ბოლო-ბოლო რამდენი პოლუსია და ვინ იქნება ეს პოლუსები. ერთადერთი შეიძლება ითქვას, რომ ამ ეტაპზე მკაფიოდ იქნება სულ ცოტა ორი პოლუსი, ვაშინგტონი და პეკინი. და რადგანაც ამ ორ დედაქალაქს, ამ ორ ქვეყანას, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს, აქვს ყველა ატრიბუტი იმისა, რომ იყოს პოლუსი. რა ატრიბუტებზეა საუბარი? პირველი, პოლიტიკური ავტორიტეტი და ძალაუფლება. მეორე, ძლავრი ეკონომიკა. და მესამე, სამხედრო წარმოება და სამხედრო შეიარაღება. აი აქ ამ კონტექსტში თუ განვიხილავთ, შეძლებს თუ არა რუსეთი გახდეს პოლუსი. რუსეთის ეკონომიკა არ უარგა. გაუჭირდება, ვერ შეძლებს. ყოველ შემთხვევაში დღევანდელი კი იქნება აგრესიული, განსაკუთრებით ამ უკრაინაში ომის დროს თავის სამხედრო წარმოება გაზარდა, მაგრამ ეკონომიკური თვალსაზრისით რუსეთი პოლუსი ვერ გახდება. რაც შეეხება ევროკავშირს, ამას წინათ რამდენიმე ელჩთან მქონდა საუბარი და უთხარი, რომ ევროკავშირს არანაირი შანსი არ აქვს პოლუსი გახდეს და არ მოეწონათ. მე ვთქვი, თქვენ თვითონ იძახით, რომ სამხედრო წარმოება არ გაქვთ. თქვენ თვითონ იარაღს ყიდულობთ.
და საუბრობთ ახლა რომ უნდა ევროკა ბრიუსელმა შეიმუშაოს გეგმა როგორ განავითაროს სამხედრო მრეწველობა ევროკავშირში. სანამ თქვენ ამას არ განაკეთებთ, მანამდე თქვენ პოლისად ვერ ჩავყავთ. არა, მორჩება მანამდე 4-5 წელი უნდა აი ამ საწარმოს სამხედრო მრეწველობის განვითარებას ევროპაში. მაგრამ აქ მივდივართ მეორე კომპონენტთან. იგივე ტრამპი აიძულებს რომ ჩემგან იყიდეთ ესე არ არის. რა თქმა უნდა. ამიტომ ეს ასე მარტივი არ არის. ამიტომ ნებისმიერ შემთხვევაში მრავალპოლისიანი იქნება, მაგრამ ეს დაპირისპირება რამდენად შეტოპავს რომელიმე მხარე იმაში რომ ეს სამხედრო კონფლიქტში გადაიზარდოს, ეს ძნელი სათქმელია. ახლა შეიძლება თუ არა გადაიზარდოს სამხედრო კონფლიქტში ამერიკასა და ამერიკის ზეწოლა პანამაზე. ვერ იტყვის რომ არა. ალბათ ნაკლები ალბათობით უნდა შევხედოთ დაპირისპირებას დანიასთან, თუმცა აქაც სიმწვავე, იმიტომ რომ მაინც ევროკავშირია და მაინც ნატოზე არის საუბარი. ნატო არის ამერიკა. ევროკავშირი მთლიანად არის ამერიკის შეერთებული შტატებში დამოკიდებული. და ამიტომ ვიძახი დღეს რაიმე კაფეო პროგნოზის გაკეთება არის შეუძლებელი. მით უფრო რომ კიდევ ერთხელ გითხარით რომ თვითონ ტრამპი ხშირად ცulis თავის სიტუაციას ყოფას wordings რო ეძახიან. ხან ისე იტყვის, ხან ასე იტყვის, იტყვის რომ აი სიზიფიტა კარგი საუბარი მქონდა და იმედი გაგიჩნდება რომ რაღაც კომუნიკაცია შესაძლებელი, რაღაცა დაბალანსება შესაძლებელი. მეორე მომენტში არის საკმაოდ სერიოზული კრიტიკა. ახლა ცალკე ფენომენია ილონ მასკი, რომელიც ასევე ტრამპის გუნდის წარმომადგენელია. მისი განცხადებებით იძახის რომ უნდა ჩავიდე ირანში, ირანი კარგი ქვეყანა ინვესტიციების განსახორციელებლად, ეს ხო ცulis ყველაფერს. რა თქმა უნდა. ამიტომ დღეს რაიმეზე სერიოზულად დასკვნის გაკეთება არა მარტო ჩვენ, არამედ მე მგონი დღეს სოფლიოში კაცი ვერ მოიძებნება, რომელიც იტყვის როგორი სცენარით, ან როგორი სცენარებით არის შესაძლებელი განვითარდეს ის სიტუაცია, რაც დღეს სოფლიოში. კი ბატონო, ამ ვითარების პარადოქსია, ჩვენ გვაქვს ერთ-ერთი კადრი, ვთხოვ რეჟისორს, იქ არის კეპი, Make America Great Again, კი ბატონო. აი ხედავთ ხო ამ კეპის მაყურებლისთვის იქ არის ის არის მიანიჩნებს წარმოებელ ქვეყანაზე და ანუ ბუნებრივი აწერია made in China. ანუ ამერიკის დიდებასაც აწარმოებს ჩინეთი და ამ თვალსაზრისით მაქვს ერთი ესეთი კითხვა. აი ბატონმა ახსენა პანამის არხი და ტრამპის მუქარაც ვიცით. ისიც ცნობილია რომ პანამის არხს აკონტროლებს, პრაქტიკულად აკონტროლებს ჰონკონგის კომპანია, რომელიც ერთ იმაშიც დგას, ახორციელებს მონიტორინგს და როგორც ჩანს ოპერაციონალიზაციას, ანუ არხის ორივე შესასვლელთან არის ეს კომპანია. ვიცით რომ ესე იგი სავაჭრო, ანუ საერთო მოცულობის აი ეს ლოჯისტიკური საკმაოდ მნიშვნელოვანი წილი უკავია იგივე პანამის არხს და ამასთან დაკავშირებით ჩინეთი ამას როგორც საფრთხედ აღიქვამს და რამდენად რა შეუძლია ჩინეთს თუ კი ამერიკამ დონალდ ტრამპმა გადაწყვიტა პანამის არხის ოკუპაცია. ძალიან საინტერესო კითხვა. პირველ რიგში დააღნიშნო რომ ბოლო წლების განმავლობაში, განსაკუთრებით ბოლო 20 წლის განმავლობაში ჩინეთმა განახორციელა ათობით მილიარდი ამერიკული დოლარის ინვესტიციები სხვადასხვა პორტებში მსოფლიოში. მათ შორის არა მარტო თქვათ მეზობელ სახელმწიფოებში, არამედ აფრიკაში, ლათინური ამერიკის ქვეყნებში, ევროპაში. მაგალითად ევროპაში დღეს საყოველთაოდ არის ცნობილი თქვათ პირეოსის პორტი ჩინელების მფლობელობაში იმყოფება, ასევე არის მთელი რიგი პორტებისა, მათ შორის ბილბაო, ვალენსია, სადაც მნიშვნელოვან წილს ფლობენ ჩინური კომპანიები და რა თქმა უნდა პანამის არხთანაც თავისი ინტერესები გააჩნია ჩინეთს. მე კვლავ დაუბრუნდები იმ საკითხს, რომ კი განაცხადა ეს ბატონმა პრეზიდენტმა ტრამპმა, მაგრამ რეალურად რა ქმედებას განახორციელებს, მართლაც რთულად პროგნოზირებადი, აბსოლუტურად ვეთანხმები ბატონ ლადოს იმაში, რომ რთულად გასასაზღვრია ამერიკის ქმედებები უახლოეს პერიოდში, რამდენად ის იქნება თან მიმდევრული პრეზიდენტის განცხადებებთან. მე გამოვრიცხავ საშუალო და ახლოვადიან პერსპექტივაში რაიმე სახის დაპირისპირებას ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის, მათ შორის ის ტაივანის თემა იქნება თუ სხვა რაიმე ბრძნობიარე სენსიტიური საკითხი, მით უმეტეს პანამის არხის გარშემო.
და გამომდინარე იქიდან რომ დღევანდელი გაზრდილი გამოწვევებიდან და ცხელი წერტილებიდან მთელ მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში მსოფლიოსი მე როგორც სინოლოგს მიმაჩნია ნამდვილად რომ ორივე მხარის პეკინის და ვაშინგტონის პირველ რიგში ინტერესებია რომ საერთო ინტერესები ეძებონ, იპოვონ და გადაჭრის გზებიც ერთად გამოძებნონ. რა თქმა უნდა იქნება და არის და იქნება ძალიან ბევრი დაპირისპირება სხვადასხვა პლატფორმებზე დგომა, წინა მეტოქეობა ასე შემდეგ, მაგრამ რაიმე სახის კონფრონტაციას რომელსაც შეიძლება რისკი გააჩინოს იმისა რომ რაიმე სამხედრო დაპირისპირებამდე მივიდეს ცხადია ამ ეტაპზე ეს ჩემი აზრით გამორიცხულია. გასაგებია ეს დავამატებდი კაფიო გზავნილი ჩინეთის მხრიდან პრეზიდენტ ტრამპის განცხადებაზე როგორც ასეთი არ ყოფილა რომ თუ რა შეიძლება მოიმოქმედოს ჩინეთმა თუ რაიმე ასე ვთქვათ ცოტა ბრუტალური გზით გადაწყვიტა ტრამპმა პანამის არხის საკითხის გადაწყვეტა. ამიტომ ჯერ ჩინეთის პოზიცია ჩვენ ამ შესახებ არ ვიცით. კი ბატონო. ლადო მინდა ისევ გავაგზავნო აი ამ პარადოქსებისზე პასუხების მოძებნა. ესე იგი თქვენ აღნიშნეთ რომ განწილულია გლობალიზაციაზე, გლობალურია სამყარო, კომუნიკაციები, ტრანსპორტი, ლოჯისტიკა და ყველას უნდა აწყობდეს. თუმცა როგორც ჩანს ამ გლობალიზაციის პირობებში, რომელიც დასავლეთის მიერ იყო შექმნილი პრინციპში ეს მოდელი, ამერიკის შეერთებული შტატები აგებენ კონკურენციაში. იგივე ჩინეთთან. აი ბატონი არჩილის ამბობს რომ მიუხედავად იმისა რომ ამერიკას გააჩნია ჯერ კიდევ უპირატესობები თელ რიგ რაღაც დარგებში, მაგრამ ფაქტია რომ აი ნახეთ ხელოვნური ინტელექტი. ვიცით რომ მაგალითად პატენტების რეგისტრირების თვალსაზრისით ჩინეთი უკვე 3 წლის განმავლობაში სტაბილურად უგებს ამერიკის შეერთებულ შტატებს. და რას ხედავთ? ხედავთ ის რომ არა მხოლოდ აი ეს ბაჟის დაწესება არის პირდაპირ კანადა რა გინდათ თქვენ დამოუკიდებლობა მოდით შემოდის ამერიკის შეერთებულ შტატებში იქნებით ბედნიერები, იქნებით შტატი, იგივე ეს მექსიკას, გრენლანდია და ასე შემდეგ. და ესეც კი ჩემი აზრით უპირისპირდება ამ გლობალური ჰეგემონიის მოდელს. ვინაიდან თუ კი მე ვზრდი ტერიტორიებს მე უარს ვამბობ გლობალიზაციაზე, მე უბრალოდ მინდა რაღაცა პოზიციების გამყარება და მინდა აი ამ პოზიციებით, გაძლიერებული პოზიციებით შევხვდე იმ ახალ სამყაროს, ახალ დღის, ახალ მსოფლიო წესრიგს, რომელშიც მე ვიღებ აქტიურ მონაწილეობას, ანუ ამერიკას გულისხმობ და ამ თვალსაზრისით ხშირად ამიკითხავს სხვადასხვა ეკონომისტების, არა ჩვენების მოსაზრებები იმასთან დაკავშირებით, რომ ამერიკა ცდილობს შექმნას ერთიანი სივრცე, რომელშიც ინტეგრირებული იქნება 500 ან 600 მილიონი ადამიანი, ვინაიდან 500 და 600 მილიონი ადამიანის არსებობა არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ იმპერიის მიერ ეს ეკონომიკური მოდელი ეფექტურად ფუნქციონირებდეს. ეხლა თუ კი დავამატებთ იქ, რა ვიცი, 140 მილიონია მე მგონი მექსიკა, იქ რაღაც 40 მილიონამდე არის კანადა, კი გამოდის ამდენი. აღარ ვამბობ არაფერს იქ ახალ ზელანდიაზე, ავსტრალიაზე, რომელზეც ალბათ ამერიკის შეერთებული და სხვა ქვეყნები, მათ შორის არ დაგვიწყდეს მონროს დოქტრინა, ხო, ცენტრალური ამერიკა, სამხრეთი ამერიკა, იქ ტრამპს აგავლენ არგენტინაზე, ტრამპს აგავლენ მოიპოვა კოლუმბიაზე, იქ ბრაზილია ცოტა ისიც შფოთით უყურებს ამ ტრამპის პოლიტიკას, იქიდან გამომდინარე, რომ ალბათ ამერიკა შეეცდება თავის პოზიციების გაძლიერებას ბოლსონაროს ასარგებლოდ ბრაზილიაშიც. მოკლედ, აი რამდენად გესახებათ, რომ ტრამპი უბრალოდ ქმნის ახალ პაქს ამერიკას, ახალ იმპერიას, რომელშიც ამერიკელი საკმაოდ კომფორტულად იგრძნობს თავს. და გავრცელებს თავის ეკონომიკურ და პოლიტიკურ კონტროლს, რა თქმა უნდა. იცით, აი ამერიკელი კომფორტულად იგრძნობს თავს, ეს სიტყვა დაწყობა ბევრ კითხვებსაც, იგრძნობს კი. ეს ასე მარტივი არ არის, როცა კონფრონტაციულობა იზრდება, აი ამ კონფრონტაციულობის დროს კომფორტის განცდა ნაკლები არის. ეგ არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ახლა ნახეთ როგორი სიტუაცია არის. ძალიან ბევრ ქვეყანას აქვს ამერიკის შეერთებული შტატების ვალი.
აი ამ დაძაბულ ვითარებაში ამ ქვეყნებმა შეიძლება თქვან ვალის მომსახურებაზე უარი. ეს ასევე იმიტომ ვიცახი, აი თუ მცირე ზომის ნაკლებად ავტორიტეტული საერთაშორისო თვალსაზრისით ქვეყნები რაღაც კონფიგურაციაში გაერთიანდებიან და რაღაც გადაწყვეტილებებს მიიღებენ, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი ასეთი მნიშვნელოვანი ფორმატი ბრიქსია, მაგრამ ბრიქსი დღეს ძალიან სუსტია და ამერიკას წინააღმდეგობას ვერ გაუწევს, მაგრამ აი ამერიკის შეერთებული შტატების ასეთ მოძველებულ ზეწოლას შეიძლება გარკვეული დაპირისპირებები მოყვეს. ასე მარტივი არ არის, ამიტომ ის რომ ამერიკელი თავს იგრძნობს კარგად, იგრძნობს კი. ალბათ ვიღაცა იგრძნობს, მაგრამ ყველა ასე ვერ იქნება, ეს საკმაოდ რთული რამ არის. იმიტომ რომ ყველა ქვეყანას მე ქვეყნებს აქვს გარკვეული კოალიციები, გარკვეული თანადგომა, იმიტომ რომ ბევრმა ქვეყანამ იცის თუ ეს განხორციელდა, მე შემდეგ მისი ჯერი დადგება. დღეს ახლა ყველა ცდილობს თავის რაღაც ადგილის მოპოვებას. ამიტომ ტრამპის პოლიტიკაზე საუბარი რომ ეს მაგას პოლიტიკა რომ ამერიკა კვლავ ისე ძლიერი გახდეს, ეს ჟღერადობით კარგად ჟღერს და რატომაც არა, მაგრამ გვახსოვდეს რომ მედალს ორი მხარე აქვს. შენ რომ მედალს აქეთა მხარედან უყურებ, იქ მას მეორე მხარე აქვს და სხვები სხვა მხარედან უყურებენ. და აი მათაც აქვთ ზომები. შეიძლება დიდი ზიანი ვერ მოგაყენონ, მაგრამ შენ გეგმები ასასრულად არ განხორციელდეს. ყოველ შემთხვევაში მე როგორც ეკონომისტ შემიძლია გითხრათ, რომ აი კაფეო ეკონომიკური პოლიტიკა, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ რაღაცა პოზიტიურის მომტანი იქნება, ეს უბრალოდ არ იმუშავებს. და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ამას მე ლადო პაპაოგი არ ვიძახი მარტო. ამას თვითონ წამყვანი ამერიკელი ეკონომისტები იძახიან. იმიტომ რომ ყველაფერს ხედავს როგორ იცვლება ეს. და რასთავარია, ყველას უჭირს პროგნოზის გაკეთება, იმიტომ რომ იმდენად არაორდინალური სიტუაცია შეიძლება ითქვას ყოველდღიურად რაღაცა ახალი მოდის და რაღაც ახალი ჩდება. ახლა ძალიან მარტივ რამეს მოვიყვანეთ, იცით ხანდახან ღიმილის მომგვარი ცვლილებაც. მექსიკის ყურეს დაერქვა ამერიკის ყურე. ხო, ნუ ახლა ესეთი რამე არანაირ პრობლემას არ ქმნის, ხო, საქართველოს ჩვენ ვეძახით საქართველოს თორე რუსები გვეძახიან გრუზიას, ინგლისურად ვართ ჯორჯია, თურქებისთვის ვართ გურჯისტანი, მაგრამ ამ ჩვენი შინაარსი არის ცვლილება. ვიღაცა დაუძახებს მექსიკის ყურეს, ვიღაცა დაუძახებს ამერიკის ყურეს. მე რა პოლიტიკურად დაალაგდება ამერიკის მიმართ ლოიალური ქვეყნები დაუძახებენ ამერიკის ყურეს. მექსიკის პრეზიდენტმა სხვათაშორის მიმართა დღეს Google-ს და თქვა რომ ეს ამერიკის ყურე ეს არის მხოლოდ 12 მილი ამერიკის სანაპიროდან, დანარჩენი არის მექსიკის ყურეს. მოკლედ კი ბატონო, ეს არის ძალიან საინტერესო, აი სიმბოლოებითაც, აი ახალი სიმბოლოებით ინტერაქცია, რასაც ახორციელებს ტრამპი და მისი ვიზავი სხვადასხვა მხარეს. აი ახლა რადგან ზომებზე არის, ხო, კიდევ ერთი მაგალითი. თურქეთში და აზერბაიჯანში იმ მდინარეს, მთავარ მდინარეს, რომელიც საქართველოში გადის და თბილისის, ეძახიან ყურა, ჩვენ ვეძახით მტკვარს. ზუსტად ეს თქვია, მსგავსი ანალოგია არის, რაც მექსიკის ხელმძღვანელობას ჩამოაყალიბა. კი ბატონო, ბატონო არჩილ. პანამის არხზე ვილაპარაკეთ. ახლა ვილაპარაკოთ იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩინელებისთვის ტრანსკონტინენტალური დერეფანი, რომელიც შუა აზიიდან და მე გადმოდის კავკასიაზე. კავკასია არის ჩართული, საქართველოს ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ამ პროექტში. თქვენი აზრით, რამდენად, აი როდესაც ბატონი ლადო ამბობს, რომ აი განაწილებაში ვინ ვიღებს მონაწილეობას და ამ კითხვაზე ჩვენ გადავალთ აუცილებლად, მაგრამ ბევრი მიიჩნევს, რომ შეიძლება წელსაც დაიწყოს ეს კონკრეტული მოლაპარაკება გავლენის სფეროებზე. ჩვენ ვიცით, რომ რუსეთი დაინტერესებულია, ბუნებრივია, ეს იმანენტური დაინტერესება იმპერიის კავკასიაში, მაგრამ აქვე არის საკმაოდ მნიშვნელოვანი დიდი ინტერესი ჩინელების მხრიდან. რამდენად დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ამ დერეფანს ჩინეთი, ეს ერთი კითხვა და მეორე კითხვა აი ვრცელდება მუსირებს ინტენსიურად საქართველოში უკვე დიდი ხნის 3-4 წლის განმავლობაში, მაგრამ გააქტიურდა რაღაც ბოლო თვეების განმავლობაში. ინფორმაცია თუ ჭორი იმის შესახებ, რომ საქართველოში აპირებს შემოსვლას Bank of China, რომელიც არა მხოლოდ საინვესტიციო სეგმენტში იმუშავებს, არამედ სამოხმარებლო კრედიტებითაც დაკავდება.
შეგიძლიათ თუ არა რაიმე გითხრათ ამ საკითხთან დაკავშირებით? ეს მეორე კითხვა. დიახ, პირველ კითხვასთან დაკავშირებით მინდა გითხრათ, რომ როდესაც საუბრობთ ჩინეთზე, როგორც გლობალური მნიშვნელობის სახელმწიფოზე, შეიძლება ითქვას, რომ 2013 წლიდან, მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში მოდის სი ძინპინგი და მალევე უკვე ცხადდება გლობალური პროექტის ინიციატივის შესახებ, უფრო ამას ინიციატივას ეწოდებენ, სარტყელისა და გზის გლობალური ინიციატივა, რომელიც ასევე მოიცავს საზღვაო გზებს და საზღვაო ინფრასტრუქტურას, ანუ როგორც სახმელეთო, ასევე საზღვაო ეკონომიკურ კორიდორებს, ეკონომიკურ მარშრუტებს. აი მას შემდეგ შეიძლება ითქვას, რომ ჩინეთმა გააკეთა განაცხადი გლობალურობის მიმართულებით. და დღევანდელ 2024 წლის ჩათვლით უკვე ტრილიონ ამერიკულ დოლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა ამ სარტყელისა და გზის გლობალური ინიციატივის ფარგლებში, აქედან დაახლოებით 600 მილიარდზე მეტი ინფრასტრუქტურის სფეროში, ხოლო საზღვარგარეთ გულისხმობ მე, დანარჩენ მსოფლიოში 600 მილიონი ინფრასტრუქტურის კუთხით და 450 მილიარდზე მეტი არასაფინანსო სექტორში. ამიტომ ეს ქვაკუთხედია ჩინეთის საშინაო და საგარეო პოლიტიკის სარტყელისა და გზის გლობალური ინიციატივა. სწორედ რომ პორტებზე რომ საუბრობდით და ასე ვთქვათ, საზღვაო მარშრუტებზე, იქაც პარალელურ რეჟიმში ეს არ არის ვთქვათ პრიორიტეტი უფრო სახმელეთ. ეს ხდება პარალელურ რეჟიმში. ეს ხო ჩინეთის ისტორიაში ხანის დინასტიის ერთ-ერთი იმპერატორის ოცნება იყო, რომ ხმელეთი და ზღვა ჩინეთის ასე ვთქვათ აქტიური ჩართულობით დაკავშირებოდა ერთმანეთს, სადაც ჩინეთი ერთ-ერთ მთავარ როლს ითამაშებდა. და აქედან უკვე 21 საუკუნეში ამას ცდილობს რომ შეასრულოს უკვე თანამედროვე ჩინეთმა სი ძინპინგის ხელმძღვანელობით. რაც შეეხება ტრანსკონტინენტურ, ტრანსკასპიურ ეკონომიკურ დერეფანს, სადაც ჩვენ ეგრეთ წოდებულ შუა დერეფანს როგორც აღნიშნე 13 წელს დაიწყო 2013 წელს ეს ინიციატივა, სადაც პირველი პროექტები და პირველი ფინანსები ჩაიდო ჩინური მხრიდან და ჩვენ დერეფანს ობიექტურად რო ვისაუბროთ არ ჰქონდა ის არ გააჩნია ის გამტანუნარიანობა რეალურად მაგალითად რაც გააჩნია ჩრდილოეთის დერეფანს, მონღოლეთი, რუსეთი, შემდეგ უკვე ევროპის მიმართულებით, ხო? გამომდინარე იქიდან რომ პირველ რიგში 7 სახელმწიფოა ჩართული ამაში, ცენტრალური აზია, სამხრეთ კავკასია, შემდეგ თურქეთი, ასე შემდეგ. და ჩვენ არ ვიყავით, ასე ვთქვათ, ჩვენი ანუ შუა დერეფანი არ იყო დიდად აქტუალური ოფიციალური პეკინის მხრიდან და ეს ყველაფერი, ეს აქტუალიზაცია პირველ რიგში გამოიწვია იმ ცვლილებებმა, იმ გეოპოლიტიკურმა ცვლილებებმა, პირველ რიგში ომმა. აქედან გამომდინარე არა მარტო რუსეთის შეჭრამ უკრაინაში, არამედ ახლო აღმოსავლეთის პრობლემებმაც და კონფლიქტმაც. ამიტომ დღეს რეალურად და სწორედაც თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, რომელიც გაფორმდა საქართველოსა და ჩინეთს 2018 წელს, რომელიც ძალას შევიდა 2018 წელს, მათ მიაჩნდათ თუნდაც სამომავლო პერსპექტივაში, აი ამ ჯაჭვის ერთ ჯაჭვში მყოფი ქვეყნები, ცენტრალური აზია, სამხრეთ კავკასია, თურქეთი და თითოეულ მათგანთან გააჩნია ჩინეთს სხვა შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმება, რომ იქნებოდა ერთ-ერთი ალტერნატიული მარშრუტი, არა ძირითადი, არამედ ალტერნატიული. დღეს შეიძლება ითქვას, რომ კიდევ უფრო აქტუალიზაცია მაღალია შუა დერეფნის და ერთ-ერთი უსაფრთხო ეკონომიკური დერეფანია აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებით და პირიქით. გარდა ამისა, მინდა ვთქვა, რომ საქართველოს რეალურად ხო ჩამკეტია იმ 7 ქვეყნისა, ხო შავი ზღვით ჩვენ კეტავთ და ამიტომ ჩვენზე ბევრი რამ არის დამოკიდებული და ჩვენ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რგოლი ვართ ამ კონტექსტში და ჩინელები ყოველთვის აღნიშნავდნენ იმას, რომ თქვენ გაქვთ უნიკალური შესაძლებლობა, რომ ორი გზა რამ სახმელეთოს გაგაჩნიათ და საზღვაოც. ანუ ჩვენ როგორც ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალი, ასევე ის ჩვენი საპორტო ინფრასტრუქტურის გამოყენება. სხვათა შორის შარშან დაიწყო პირველად გასული წლის მიწურულს სახმელეთო გადაზიდვები მანქანებით, ანუ სატვირთო მანქანებით უკვე ხორციელდება რეგულარულად გადაზიდვები ჩინეთიდან საქართველოს მიმართულებით. ნაწილი საქართველოში არის საბოლოო დანიშნულების ადგილი, ნაწილი გრძელდება თურქეთის მიმართულებით ევროპაში. ანუ ფაქტიურად ჩინეთი ჩვენ განგვიხილავს არა მარტო როგორც სარკინიგზო ხაზის, ასე ვთქვათ, ხაზის კუთხით, ასევე საპორტო ახალ მოიხსენებათ ახალ აეროპორტზეა საუბარი თბილისში და დარწმუნებული ვარ, რომ სამომავლოდ ეს ერთ-ერთი რეგიონში ჰაბი თუ გავხდებით
აეროპორტის და საჰაერო გადაზიდვების კუთხითაც ეს ვაზიანის ტერიტორია. დიახ, ასე რომ ჩვენ ძალიან დიდი, ასე ვთქვათ, მნიშვნელობა გაგვაჩნია უკვე დღეს არა მარტო ოფიციალური პეკინისთვის, არამედ ყველა იმ ქვეყნების გადმოსახედიდან და ამიტომ უყურებენ, რომ ჩვენთან იყოს შვიდობა და სტაბილურობა, იმიტომ რომ განსაკუთრებით ახლა დარწმუნებული ვარ და ალბათ თქვენ სადევნებთ თვალს იგივე აზერბაიჯანში, ცენტრალური აზიის ქვეყნებში დიდი ყურადღებით აკვირდებიან ჩვენთან მიმდინარე მოვლენებს, იმიტომ რომ ეს სავარაუდოდ იქნება დომინოს პრინციპი ამ ქვეყნებთან. მაგრამ ჩვენ ყურადღებით ვადევნებთ ვალკურს აზერბაიჯანის და სომხეთის და იმიტომ რომ ჩვენ ერთ ნავში ვართ რეალურად და ჩვენ ასე ვთქვათ დესტაბილიზაცია და არეულობა რამდენად იწვევს ფოცკიაში წუხილს აი ეს პრობლემები რაც ბატონი ლადო აფასებს როგორც სამოქალაქო კრიზისი არა პოლიტიკურ კრიზისს, პოლიტიკურ სისტემის რამდენად ეს არის მნიშვნელოვანი ფაქტორი ჩინელებისთვის, როდესაც ისინი ფიქრობენ ამ იმ საკუთარ მნიშვნელოვანი ინვესტიციების განხორციელებას, იგივე პორტში, იგივე აეროპორტში. თვითონ ჩინეთის განვითარება და ჩინეთის გახსნილობისა და რეფორმების პოლიტიკა, რომელიც 40 წელიწადზე მეტია ქვეყანაში ხორციელდება, რამაც გამოიწვია ჩინეთის აღმასვლა, მის პირველივე, ასე ვთქვათ, პუნქტში წერია, რომ ამის ფუნდამენტი არის მშვიდობა და სტაბილურობა, რაც განაპირობებს განვითარებას. შესაბამისად, საქართველოშიც ძალიან ყურადღებით აკვირდებიან მიმდინარე მოვლენებს და ნებისმიერი სახის დესტაბილიზაცია აფერხებს ყველაფერს იმას, რაც არა მარტო ჩინეთი, არამედ ცხადია სხვა ქვეყნებიც, არა მარტო ჩვენი მეზობელი სახელმწიფოები, ასევე იგივე დასავლეთის მიმართულებით და სხვა. ამიტომ ჩინეთისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში იყოს შვიდობა და სტაბილურობა იმისთვის, რომ რეალურად ეს ხომ მიწოდების ჯაჭვებია, ეს არის თანამშრომლობა დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის და დღეს, როდესაც გვიჩნდება ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე უნიკალური შესაძლებლობა, რომ ბოლოს და ბოლოს ჩვენი რეგიონი ჩვენ და სასიკეთოდ გამოვიყენოთ და ჩვენი გეოგრაფიული და მდებარეობა, ჩვენი სტრატეგიული მდებარეობა ჩვენთვის კონკრეტული სიკეთეებში აისახოს, ხო, ჩვენი ქვეყნისთვის. ეს მსგავს პროექტებში მონაწილეობა, რა თქმა უნდა, ამას ხელს უწყობს და ამიტომ ზოგადად აღმოსავლეთ-დასავლეთის ვაჭრობაში და არა მარტო სავაჭრო ეკონომიკურ ურთიერთობებში ზოგადად და აქ თუნდაც საუბარია იმაზე, რომ ჩინეთთან მსგავსი ხელშეკრულება რო გაგვაჩნია საქართველოს იყოს არა მარტო მარშრუტი და არა მარტო ტრანზიტი, არამედ აქ განხორციელდეს სასაწყობო მეურნეობები, აქ განხორციელდეს საწარმოების გადმოტანა თავისუფალ ეკონომიკურ ზონებში, ასე რომ პერსპექტივა საკმაოდ დიდია და ცხადია სტაბილურობისა და მშვიდობის გარეშე ეს ყველაფერი გამორიცხულია. რაც შეეხება თქვენს მეორე კითხვას. ჩინეთის ბანკის. მე სიმართლე გითხრათ დაზუსტებულ ინფორმაციას ვერ მოგაწვდით. მეც მსმენია ამის შესახებ, მაგრამ აი დეტალების მიმართ ინფორმირებული არ ვარ. გასაგები, კარგით, ბატონო, მოდით გადავიდეთ უკვე აი ამ თავარ თემას მივადექით, მანამდე ლადოც ეხებოდა ამ თემას, ანუ ფაქტია, რომ ჩვენ ვართ ახალი იალტის მოლოდინში, ეს ძველი იალტა პოცდამის მოდელი აღარ მუშაობს, პრინციპში ჩამოშლის ამ ძველი მსოფლიო წესრიგის ჩამოშლის ელემენტები უკვე საბჭოთა კავშირის დაშლასთან ერთად ცხადი იყო და ჩვენ გვაქვს სამი ძირითადი აქტორი, ჩემი აზრით, ბატონი ლადო გამოთქვავს თავის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთი შეიძლება და აი ეს არის ყველაზე საინტერესო, შეიძლება თუ არა ჩავთვალოთ, რომ რუსეთი არის ერთ-ერთი აქტორი ანუ როგორც ის სამეული ხო გვახსოვს იქ რუზველტი, მერე ტრუმენმა ჩაანაცვლა ჩერჩილი და სტალინი, ჩერჩილი ჩაინაცვლა მერე ეტლი სხვათა შორის და აქ ვიღებს სიძინპინს, პუტინს, ტრამპს. და სხვათა შორის საინტერესო არის ის, რომ ამ სამეულში ტრამპი ჩემი აზრით შეცდება იმას, რომ რაღაცნაირად, რაღაც შესწორებებით, რაღაც პროცედურების მეშვეობით, რაღაცნაირად მოიპოვოს უფლება, რომ კიდევ ერთხელ იყაროს კენჭი. ვინაიდან ძალიან მნიშვნელოვანია ეს ეტაპი, სწორედ 4-5 წელი, როდესაც უნდა გადაწყდეს ეს ახალი გადანაწილება. მოკლედ, მოდით შევეხოთ აი ამ პროცესს. ანუ ამერიკა
ეს არის 17 ტრილიონი დოლარი, იგივე მაჩვენებელი აქვს ჩინეთს, გულისხმობ თლიანში და პროდუქტს. ეს არის ტექნოლოგიები, ეს არის ბირთვული იარაღი და ეს არის ავტორიტეტი, რა თქმა უნდა, BRICS-ის და სამხრეთ გლობალურ სამხრეთში ეს არის ჩინეთის ავტორიტეტი. ეს ხოთაშორის ამერიკის შეერთებულ შტატებში არ ვიცი უკვე, ვინაიდან ტრამპის ეს აგრესიული რიტორიკა თავისი მოკავშირეების მისამართით ასევე ასუსტებს მის აი ამ პოლიტიკურ რეპუტაციას გულისხმობ. და არის რუსეთი. რუსეთის ამ ვითარებაში ერთ-ერთი უპირატესობა, თუ არა ერთადერთი, არის სამხედრო ძლიერება, ეს არის ეს ბირთვული ტრიადა ეგრეთ წოდებული. ამ თვალსაზრისით ვიცით, რომ ეს რუსებს მართლაც გააჩნია. ვიცით, რომ ამ ერს გააჩნია ესეთი ბრძოლის უნარიანობა, ანუ სულის კვეთებას გულისხმობ, ძალიან ცოტა ქვეყანა არის სოფლიოში, რომელიც აი ესეთ კონფლიქტში ესეთი ინტენსიობის მქონე კონფლიქტში გაბედავდა რაღაც საომარი მოქმედების წარმოებას, მაგრამ ამასთან ერთად არ დაგვავიწყდეს, რომ რუსეთს აქვს უზარმაზარი რესურსი, გულისხმობ წიაღისეულ რესურსს, ასე თუ ისე აქვს ტექნოლოგიური ბაზა, ეხლა ეს არის კოსმოსური ქვეყანა, იქ არის ქიმიური მრეწველობაც, იქ არის მეტალურგიაც, იქ არის მაგალითად მშენებლობა, ეხლა რა ხარისხი სხვა საკითხია, მოკლედ ყველა ეს აუცილებელი კომპონენტი რუსებს გააჩნია და მდებარეობა. აი ამ ყველაფრის გათვალისწინებით მოდით ბატონო ლადო დავიწყოთ დისკუსია, აი უშუალოდ გეოპოლიტიკური. თუ კი უკრაინის კონფლიქტი უნდა მოგვარდეს. ნუ ტრამპმა თქვა რომ აი 100 დღეში მოდით მე დავნიშნე სპეც წარმომადგენელი, მოდი 100 დღის განმავლობაში შეისწავლის ამ პროცესს და 100 დღეში დავიწყოთ მოლაპარაკებები აქტიური. იქ პუტინიც აგზავნის მესიჯებს, რომ ეს არ არის მხოლოდ ლოკალური კონფლიქტი, ეს არის გლობალური კონფლიქტი, ჩვენთვის რუსეთისთვის ეს არის უსაფრთხოების ახალი სისტემის შექმნა და აქ მხოლოდ უკრაინის რაც ტერიტორიულ პრეტენზიებზე არ არის საუბარი. სავარაუდოდ ამ მოლაპარაკების მაგიდაზე იქნება ჩინეთის, რომელსაც აქვს თავისი ინტერესი იგივე კავკასიაში და მე დარწმუნებული ვარ რატომღაც რომ მათ შორის კავკასია და კერძოდ საქართველოს იქნება მოლაპარაკების ერთ-ერთი საგანი მოლაპარაკების აქვე არის სხვადასხვა ქვეყნები რომელიც ესაზღვრება უკრაინას მაგალითად აი ესე იგი აკრძალული კანდიდატი ჯორჯესკუ რუმინელი გუშინ წინ ინტერვიუში რუმინულ ერთ-ერთ მედიასთან თქვა რომ უკრაინა არის ხელოვნური სახელმწიფო ის დაიშლება ჩვენ გვაქვს ისტორიული პრეტენზიები ჩვენი ტერიტორიები ეს არის ბუკოვინა და ასე შემდეგ ამას გაიგებთ სხვადასხვა პოლიტიკოსებისგან პოლონეთშიც სლოვაკეთში და მოკლედ ყველა ილესავს იქ კბილებს აი ამ ვითარებაში ბატონო ლადო როგორ ფიქრობთ ესე იგი ეს იქნება მოლაპარაკება ამერიკასა და რუსეთს შორის თუ ევროპა შეეცდება რომ მიიღოს მონაწილეობა და რა თქმა უნდა სი ძინპინისგან როგორ ფიქრობთ ჩატარდება ეს მოლაპარაკებები გლობალურად და შეიძლება თუ არა ამ კონკრეტული ლოკალური კონფლიქტის მოგვარების ცდელობა იქცეს ახალი მსოფლიო წესრიგის შემქმნელი რაც კონტურის შემქმნელი ეს პროცესი რა. მოდით დავიწყოთ იმით, რომ რუსეთის ომი უკრაინაში არ არის ლოკალური კონფლიქტი, ეს უკვე გლობალურია, ეს პროქსი ომია, როდესაც დასავლეთის ქვეყნები, ამერიკის შეერთებული შტატები და ევროკავშირის ქვეყნები ომში უშუალოდ ცოცხალი ძალით არ მონაწილეობენ, მაგრამ აფინანსებენ სამომროქმედებებს, იარაღს აწვდიან და პრაქტიკულად ირიბად ყველა არის ჩართული. ამიტომ ეს მოლაპარაკებები ვერ შედგება მარტო აი ამერიკის, უკრაინის და რუსეთის მონაწილეობით. რუსეთი ნებისმიერ შემთხვევაში უნდა იყოს და დღეს მარკ რუბიომ გააკეთა ესეთი განცხადებები, რომ ომის რო შეწყდეს, დათმობებზე უნდა წავიდეს ორივე მხარე. ახლა ეს როგორი დათმობები იქნება და რა მასშტაბის დათმობები იქნება, განსაკუთრებით უკრაინისთვის ეს არ იქნება ნამდვილად პოზიტიური. ახლა რუსეთი ჯერჯერობით არანაირ დათმობაზე არ მიდის და კაცრად აყენებს პოზიციას. და საინტერესოდ მესახება ტრამპის განცხადება, რომ ჩინეთი პასიური არის და ჩინეთის როლი უნდა გაიზარდოს კონფლიქტის დასრულებაში, მშვიდობის მიღწევაში. ახლა მშვიდობა თავისთავად რა თქმა უნდა ეს ძალიან დიდი მონაპოვარია და ჩვენ ძალიან კარგად ვიცით ამის ფასი
განსაკუთრებით გურიაში. მაგრამ მოდით ხუმრობა იქით იყოს და ეს დღეს ყველას კარგად ესმის რომ რა მნიშვნელობა აქვს მშვიდობას და აქედან გამომდინარე მშვიდობის მიღწევისთვის ყველა მოთამაშე იქნება გათვალისწინებული მათ შორის ევროკავშირით. მე კი ვთქვი რომ ჯერჯერობით ვერ ყალიბდება პოლუსად რუსეთსაც აქვს პრობლემები, მაგრამ ეს კონფლიქტი რომ დარეგულირდეს, აქ ეს ყველა აქ ყველას აქვს თავის ინტერესი. მოგეხსენებათ ამერიკა თხოვს რომ ევროკავშირის ჩართულობა, ქვეყნების ჩართულობა ფინანსური, მატერიალური, მათ შორის სამშვიდობო ძალების განთავსება ევროკავშირზე უნდა მოდიოდეს ევროკავშირის ქვეყნებზე, ევროპის ქვეყნებზე უნდა მოდიოდეს. ამიტომ აქ ალბათ უფრო ესეთი სამუშაო ჯგუფები იქნება, მაგრამ საბოლოოდ უფრო ფართომასშტაბიანი ფორმატის შეხვედრები უნდა გაიმართოს, სადაც ყველა მოთამაშეს რაღაც თავის ამბიცია ექნება, მაგრამ თავარი რა თქმა უნდა მაინც არის იმის თუ რაზე დაიყოლიებს ვაშინგტონი მოსკოვს. და ამ მოსკოვის დაყოლიებაზე დიდი როლი ექნება პეკინს. ამიტომაც ახსენებს ტრამპი ჩინეთის პასიურ როლს. დიახ. ხო, ახლა ბატონი არჩილი საუბრობდა თქვენ კითხვაზე შუა დერეფანთან დაკავშირებით. შუა დერეფანი დავშოთ ჩრდილოეთ დერეფანთან შედარებით მიზერია რა 8% რაც როცა ჩრდილოეთ დერეფანი ტვირთები რაც გადიოდა იმის 8% გადიოდა შუა დერეფანზე. ახლა დერეფანი დახურულია, მაგრამ დავშოთ და ჩვენ ერთ დღეს დამთავრდა ეს ომი, დაალაგდა სიტუაცია. მართალია სწრაფად სანქციები ვერ მოიხსნება, მაგრამ ტრამპის პირობებში ეგეც არ არის გამორიცხული. იმ წელს აღდგება ისე რუსეთზე გამავალი დერეფანი. და რატომ გაუჩნის ტრამპი ჩინეთს ამ დერეფანს ჩრდილოეთ ევროპიდან? სხვაზეა საუბარი. საუბარია თუ დაალაგდა რუსეთში სიტუაცია. ახლა მეორე სამხრეთის დერეფანსაც უნდა ვილაპარაკოთ. სამხრეთის დერეფანი გადის ირანზე. ახლა ირანთან დაკავშირებით როგორ იქნება ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკა? თუ ირანთან ახლა ილონ მასკის შეხედულებებს აქვს მომავალი, მაშინ სამხრეთის დერეფანსაც აქვს პერსპექტივა. თორე დღევანდელი გადასახედიდან არანაირი პერსპექტივა არ აქვს, იმიტომ რომ კიდევ უნდა განვიხილოთ ჩვენ ჩრდილოეთ სამხრეთის სატრანსპორტო დერეფანი, რომელიც რუსეთიდან, აზერბაიჯანიდან, კასპიის ზღვაზე გადის და ირანულ პორტებამდე მიდის. ახლა მაშინ მოხდება სამხრეთ დერეფნის და ამ დერეფნის ერთმანეთის თანაკვეთა. ამაზე დღეს ამერიკის შეერთებული შტატები რომელსაც სანქციების ქვეშ ხავს ირანი, რა თქმა უნდა არ წავა, მაგრამ თუ იცვლება ირანთან პოლიტიკა, ამიტომ შუა დერეფანი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ არ არის დღევანდელი გადასახედიდან უპირობო, რომ ეს მხოლოდ იქნება ეს და ის იქნება ყველაზე წარმატებული. თუმცა ჩინეთის გარდა ძალიან დიდი დაინტერესება ცენტრალური აზიის ქვეყნებში, ძალიან დიდი დაინტერესება ევროკავშირში. მაგრამ ვინ ეკითხება ევროპაში? ამიტომ იცით საერთოდ ამ დერეფანთან დაკავშირებით ძალიან პოპულარული არის ასეთი ტერმინოლოგია ალტერნატიული დერეფნები. თვითონ ალტერნატიულობა ნიშნავს კონფრონტაციულობას, დაპირისპირებას. ამიტომ ცოტა ასე ვთქვათ, საოცნებო სქემა რო განვიხილოთ, რა თუ მსოფლიო დაალაგდება, ჩვენ ეს დერეფნები უნდა განვიხილოთ არა როგორც ალტერნატიული, არამედ როგორც ურთიერთშემავსებელი. სწორედ მიწოდების უწყვეტი ჯაჭვებისათვის, რომ მიწოდების გლობალური ჯაჭვები იყოს უწყვეტი და პრობლემები არ შეიქმნას, სწორედ ეს დერეფნები ერთმანეთის მიმართ უნდა განხილული იყოს, არა როგორც ალტერნატიული, რომელიც კონფრონტაციულობას უკვე ნიშნავს, არამედ როგორც ურთიერთშემავსებელი. ანუ მოხდეს ამ დერეფნების ჰარმონიზაცია. რა თქმა უნდა, შეიძლება ცოტა იდეალურია დღევანდელი გადასახედიდან, მაგრამ მე მინდა მჯეროდაც რომ მსოფლიო აქეთკენ წავა. ანუ პარალელური დერეფნები და არა ალტერნატიული. და ურთიერთშემავსებელი. ურთიერთშემავსებელი, კი ბატონო. ბატონო არჩილ, აი მაგალითად ბატონო ლადომ აღნიშნა, რომ ტრამპი აი ესე მოუწოდებს სიცინპინს, რომ რაღაცა პასიური როლი გიკავიათ და ნუ ცხადია რაში ითხოვს აქტიურობას. სიცინპინის მხრიდან, ვინაიდან დასამალი არ არის, რომ ამ ომში, ამ სამხედრო დაპირისპირებაში ჩინეთი საკმაოდ მძლავრ დახმარებას უწევს რუსეთის ფედერაციას. იგივე ჩიპები, იგივე უპილოტო საფრენი აპარატები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და ვაჭრობა, რომელიც არის ინტენსიურად, რუსეთი აწვდის ნავთობპროდუქტებს, ნავთობს, გაზს და მოკლედ აქედან მეტნაკლებად რაღაც კომპენსირებას ახდენს იმ ზიანის, რაც მიადგა მას შემდეგ, რაც შეუწყდა მოწყვლადი გახდა და ვეღარ იმ ყოველ შემთხვევაში იმ მოცულობით ვეღარ ამარაგებს ევროპას, ხო, თავის ენერგორესურსებით.
თქვენი აზრით, მაგრამ ამ შემთხვევაში მე არ ამგონია რომ ჩინეთს დასჭირდეს რაღაცა ხვეწნა, ხო, რომ რა ჩაერთი ამ მოლაპარაკებებში. მე მგონი თვითონ ჩინეთი იქნება აქტიური და მოითხოვს თავის ადგილს ამ მოლაპარაკებების დროს. თქვენ როგორ ფიქრობთ, ამ კონფლიქტის გადაწყვეტა ვეთანხმები ბატონ ლადოს რომ ლოკალური არ არის, მთელი დასავლეთი ევროპა, ნატოს ქვეყნები ეხმარებიან უკრაინას, აქეთ ჩინეთი და ირანი ეხმარება რუსეთს, აქ არის უკვე რაღაცა ეს კონტურები აი ამ გლობალური დაპირისპირების და ამ თვალსაზრისით თქვენი აზრით ჩინეთი მოითხოვს თავის გავლენის ზონებს პირდაპირ ვთქვათ, რომელშიც აი ამ ლოგიკიდან გამომდინარე შედის საქართველოც. ძალიან მასშტაბური კითხვაა პირველ რიგში. მინდა აღვნიშნო, როდესაც ვაუბრობთ რომ აი 21 საუკუნის იალტის მსგავსი რამე თუ ახლოეს წლებში შედგება, ცხადია, ჩემი აზრით, მთავარი მომლაპარაკებელი, რა თქმა უნდა, როგორც ამერიკასთან ერთად, ასევე ჩინეთთან ერთად მე რო ჩავშალოთ ბევრი აქტორები გამოჩნდებიან, მაგრამ მთავარი მომლაპარაკებელი მე მიმაჩნია მაინც იქნებიან ვაშინგტონი და პეკინი. რა თქმა უნდა, რუსეთის მონაწილეობით, მაგრამ საკვანძო გლობალურ საკითხებზე მთავარ შეთანხმებას მიაღწევენ ამერიკელები და ჩინელები. მე ასე მგონია. რაც შეეხება გავლენის სფეროებს და ასე შემდეგ. მთავარი არის ის თუ რა ვითარება იქნება, როდესაც შეწყდება ომი. იმიტომ რომ მოგხსენებთ ტრამპმა 100 დღე მერე 3 თვე გამოაცხადა და მერე შეიძლება 6 თვემდეც გაიწელოს ეს დრო. როდესაც შეწყდება, რა ვითარება იქნება ფრონტის ხაზზე, ცხადია, ეგ იქნება ძალიან დიდწილად განმაპირობებელი იმისა თუ რაზე მოილაპარაკებენ. გავლენის სფეროებს რაც შეეხება, აი ბატონ ლადოს აბსოლუტურად ვეთანხმები, რომ ეს ალტერნატიული ეს უნდა იყოს ერთმანეთის შემავსებელი და ჩინეთიც მაგალითად ამ ჩვენს შუა და ჩვენს მონაწილეობთ შუა დერეფანს განიხილავს დამატებით შესაძლებლობას და დღეს ეს იმიტომ ხდება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ სხვები მუშაობენ შეფერხებით, ასე რომ და იმდენია ტვირთბრუნვა და ისე დინამიურად იზრდება აღმოსავლეთიდან დასავლეთ მიმართულებით და განსაკუთრებით ჩინეთის ტვირთნაკადები ევროპის და არა მარტო ევროპის მიმართულებით, რომ როგორც სურო 100%-იანი დატვირთვით ისე აღადგინოს ფუნქციონირება მაგალითად ჩრდილოეთის დერეფანმა და აქტიურად იმუშაოს სამხრეთის დერეფანმა, ჩვენ დერეფანს ტვირთები მაინც საკმარისად ექნება ანაკლიის სპორტის 100%-იანი დატვირთვის შემთხვევაშიც. ეს ასევე ექსპერტების არა მარტო ჩინელი, არამედ დასავლელი ექსპერტების პროგნოზის მსგავსია. აქედან გამომდინარე, რთულია ახლა გავლენის სფეროებზე საუბარი, მაგრამ ფაქტი ერთია, რომ გავლენის სფეროების დაყოფის მთავარი ინიციატორები და მთავარი გადამწყვეტი პირები იქნებიან ჩინეთის და ამერიკის პირველი პირები. კი ბატონო, ბოლო კითხვა ვამთავრებთ გადაცემას, ესე იგი პირველი კითხვა არის ესეთი. როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ იმაზე, რომ ამერიკა და ჩინეთი არის ძირითადად ორი გეოპოლიტიკური აქტორი, რომელიც შექმნის ახალ წესრიგს. ამ შემთხვევაში რუსეთი თავის ინტერესებს გაითვალისწინებენ თუ არა რუსეთის ინტერესებს, ეს ერთი კითხვა. და ანუ არის თუ არა რუსეთი პროქსი ძალა ჩინელების მხრიდან, მაგალითად, ესეთი მოსაზრებებიც ხშირად ქვეყნდება, რასაც მე არ ვეთანხმები, მაგრამ თქვენი მოსაზრება მაინტერესებს. ეს ერთი კითხვა. მინდა ორივე უპასუხოთ და მე შემდეგ კიდე ერთი კითხვა და ამით დავამთავრებთ. ბატონ ლადო. ნუ ახლა რუსეთის ინტერესების არ გავთვალისწინება, გამორიცხულია უგად დადგა ამერიკელებმა დააყენეს საკითხი, რომ ომი რო დამთავრდეს, მხარეებმა დათმობაზე უნდა მოილაპარაკონ. დათმობა უკრაინელების მხრიდან რა უნდა იყოს? ის ტერიტორიები, რომელიც ოკუპირებულია, მას კაფეოთ აყენებს მოსკოვი, ის ტერიტორიები ნეიტრალურ სტატუსს აყენებს, რომ ეს ტერიტორიები უკვე რუსულია. კონსტიტუციაში შეიტანა. ანუ ეს ტერიტორიული მთლიანობის დაკარგვას ნიშნავს. ტერიტორიული მთლიანობის დაკარგვას მოყვება ის, რაც თქვენ ბრძანეთ, იგივე რუმინეთის პრობლემა, იქ პოლონეთის პრობლემა შეიძლება გაჩნდეს, იმიტომ რომ ჩვენ კარგად ვიცით,
როდესაც მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე სტალინის ძალისხმევით საბჭოთა კავშირმა შემოერთა მთელი რიგი რიბენტროპის მოლოტოვის ცნობილი ფაქტი. პაქტის თანახმად კი ბატონო. აქედან გამომდინარე რუსეთის უკვე აქვს იმის ამბიცია, რომ მისი დათმობა იქნება უფრო ნაკლებად მნიშვნელოვანი, ვიდრე დათმობა მოუწევს უკრაინას. და უკრაინის დათმობას ნიშნავს დათმობა მთელი დასავლეთის მხრიდან. იმიტომ რომ ყველა ისინი ესეც ითქვა, რომ შეცდომით აგულიანებდნო უკრაინელებსო, რომ შეეძლოთ რუსების დამარცხებაო და შეცდომა შევიყვანეთ უკრაინელებს. კი, ამაზე რუბიოც ამბობდა დღეს კი ბატონო. დიახ, ასე რომ რა თქმა უნდა რუსების ინტერესების გათვალისწინება მოხდება, მაგრამ იცით ძალიან სერიოზულ როლს თამაშობს ჩინეთი. აი წარმოვიდგინოთ, იგივე შუა დერეფანთან დაკავშირებით დღევანდელი გადასახედიდან შუა დერეფანი არ აწყობს მოსკოვს და არ აწყობს ირანს. იმიტომ რომ მაშინ არ არის სამხრეთის დერეფანი, ისე დატვირთული როგორც რადგან ირანია და რუსეთის დერეფანი. ბუნებრივია, მაშინ რადგანაც ეს აწყობს ჩინეთს, ღიად ვერც ირანი დაუპირისპირდება ჩინეთს, ვერც რუსეთი ვერ დაუპირისპირდება. და ამერიკას აწყობს ეს დერეფანი? ამერიკასაც არ აწყობს ეს დერეფანი. მაგრამ თუ დათმობაზეა და მოლაპარაკებაზეა, რაღაც ბალანსი უნდა შემუშავდეს. და ბუნებრივია, ჩინეთი არ არის ხელწამოსაკრავი ძალა, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, იმის თქვა, როგორ დაალაგდება ეს, მე ნამდვილად არ ვიცი და ვეჭობ ვინმე მიცოდეს. აქ შეიძლება რაღაც სცენარებზე საუბარი, მაგრამ შუა დერეფანში რომ ხელშემშლელი გამოვიდეს რუსეთი ან ირანი, ეს პრაქტიკულად მე გამორიცხულად მიმაჩნია, იმიტომ რომ მაშინ არის დაპირისპირება ჩინეთთან. ახლა თავისთავად წარმოვიდგინოთ, უნდა ძლიერი რუსეთი და ძლიერი ირანი ამერიკის შეერთებულ შტატებს. თუ რაღაცნაირად დაბალანსებული ჩინეთთან. ამიტომ სხვადასხვა სცენარებია მასალოდნელი, ჩვენ თავარია გონიერება გამოვიჩინოთ ჩვენ სამშობლოში და ცოტა უფრო ფრთხილად შევხედოთ, იცით? მგონი ერთ-ერთ თქვენ წინა გადაცემაში თქვი და გავიმეორებ. ძალიან კარგი წერილი წავიკითხე რამდენიმე კვირის წინ. ერთ-ერთი ინდუელი სპეციალისტის, ახლა ინდუეთი ერთ სერიოზული მოთამაშეა, მოთამაშეა. საკმაოდ მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზრდი და იგივე კომპიუტერული ტექნოლოგიების განვითარების კუთხითაც. აზრია გატარებული ასეთი, რომ დღეს ინდუეთისთვის მნიშვნელოვანია სტრატეგიული მოთმინება. იმიტომ რომ არ ვიცით როგორ დაალაგდება სამყარო და ამ თვალსაზრისით ამხელად ინდუეთსაც, რომელიც მოსახლეობით დღეს ჩინეთზე მეტიც არის და ნომერ პირველი ქვეყანა, ის თulis რომ ყველაზე ჭკვიანური არის სტრატეგიული მოთმინება. ახლა ესე მცირე ქვეყნისთვის როგორც საქართველოა და თანაც ისე მძიმე რეგიონში გეოპოლიტიკური თვალსაზრისით როგორც საქართველო არის გეოგრაფიულად დღეს, რა თქმა უნდა, სიჩქარე გარკვეული შეცდომების შეიძლება დაშვების საფუძველი გახდეს. საჭირო არის სტრატეგიული მოთმინება, თუმცა გაჩერებას ეს არ ნიშნავს. რა თქმა უნდა, ჩვენ გვჭირდება ეკონომიკის განვითარება, ეკონომიკური განვითარების გარეშე საქართველოს ძალიან გაუჭირდება მომავალში, მარტო პოლიტიკური მხარდაჭერა, კარგია პოლიტიკური მხარდაჭერა, მაგრამ საკმარისი არ არის და ამ თვალსაზრისით რა შესაძლებლობებსაც მოგცემს ყველა ქვეყანასთან ურთიერთობა, მათ შორის ჩინეთთან ურთიერთობა, იმიტომ რომ ეს გზა ევროკავშირის ინტერესშიც არის, მთლიანად ევროპის ინტერესშიც არის. რა თქმა უნდა, ჩვენ ეს მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ. ევროპის ინტერესში ბევრი რამ არის, მაგრამ ხშირად ევროპა საკუთარ ინტერესის წინააღმდეგ მოქმედებს ჩემი აზრით. ბატონო არჩილ, აი თავარია ჩვენ არ ვიმოქმედეთ ჩვენ ინტერესად. ხო, ჩვენს ეს გვახასიათებს სხვათა შორის. ბატონო არჩილ, აი ბატონო ახსენა ინდოეთი და ბუნებრივია, ინდოეთი უნდა ახსენო. ვინაიდან ეს არის დღეს უკვე პირველი მოსახლეობის რაოდენობით დინამიურად მზარდი, ეკონომიკის ზრდის ტემპები უფრო მაღალი აქვს ვიდრე ჩინეთს, ნუ პოტენციალი შესაბამისი და ბოლოს ბირთვული იარაღიც აქვს. და კი ბატონო, პროგრამები ყველა დიდ ტრანსკორპორაციაში არსებობენ ესე იგი IT სპეციალისტები და პროგრამისტები, რომლებიც ინდოეთიდან არიან და მოკლედ. გარდა ამისა, რეგიონში არის სხვა მნიშვნელოვანი მოთამაშეები. არის ირანი, არის თურქეთი, რომელმაც გაიძლიერა პოზიციები მას შემდეგ, რაც ასადის რეჟიმი ჩამოაგდო მისმა პროქსი ძალამ. აი ამ ყველაფრის გათვალისწინებით
ნუ თუ მხოლოდ ჩინეთი და ამერიკის შეერთებული შტატებს მოუწევს და რუსეთს გარკვეულწილად კავკასიის ბედის გადაწყვეტა. როგორ არის იცით დღევანდელი ჯერ კიდევ არაპროგნოზირებადი რეალობიდან გამომდინარე თუ როგორ გადანაწილდება მსოფლიო და უამრავი მოსაზრებებია სხვადასხვა ხანდახან ურთიერთგამომრიცხავიც მე მიმაჩნია რომ როდესაც დადგება საკითხი და გავლენების სფეროების გადანაწილების შესახებ იგივე კავკასიის რეგიონისთან დაკავშირებით მაგალითად ვაშინგტონსა და პეკინს შორის აქ არსებობს მარტო ხო არ არის საუბარი აქ ევრაზიის კონტინენტზე აქ არსებობს აფრიკა ლათინური ამერიკა წყნარი ოკეანეთის რეგიონი ასე რომ მაგალითად იმ შემთხვევაში რომ ჩინეთს რა თქმა უნდა ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესში ნაკლებად შედის შუა და ერევნის განვითარება მაგრამ და ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა ევროკავშირი და ჩინეთის ინტერესი ჩვენთან ერთად ემთხვევა მაგრამ არსებობენ სხვა რეგიონები სადაც შეიძლება იქ მოხდეს რაღაცის დათმობა რაღაცის ხარჯზე და ამერიკასა და ჩინეთს შორის შესაბამისად ყველაფერი არის მოლაპარაკების საგანი და ყველაფერი მოლაპარაკებადია ასე ვთქვათ თუ არსებობს პოლიტიკური ნება ორ გლობალურ სახელმწიფოს შორის ინდოეთი ახსენეთ ინდოეთი სულ უფრო ანგარიშგასაწევი ძალა იქნება უკვე არის და კიდევ უფრო გაძლიერდება მისი გავლენები პირველ რიგში ეკონომიკური და ალბათ პოლიტიკური ამბიციები ცხადია სულ უფრო მზარდი ექნება ინდოეთს მაგრამ ნუ ცხადია ბევრი ფაქტორის გათვალისწინებით ის ვერ გახდება გლობალური მაგრამ ანგარიშგასაწევი იქნება ნამდვილად თან არ დაგვავიწყდეს რომ ჩინეთსა და ინდოეთს ტერიტორიული დავები აქვთ ერთმანეთის მიმართ და ინდოეთს პაკისტანთან პრობლემა ასე რომ ინდოეთს ბევრი მუხრუჭი აქვს ასე ვთქვათ შექმნილი მის გარშემო და მაგრამ ნუ ინდოეთს თავისი ინტერესი აქვს ჩვენს რეგიონში ცხადია ასე რომ ჩვენ მთავარია რომ ჩინელებს ვთქვათ რომ ბევრი ქართული გამოთქმა მე ჩინეთში წავაწყდი და ზუსტად იგივე გამოთქმებია და მათაც აქვთ რომ ეს არ ვიცი რამდენად ქართულია მაგრამ ნუ ყოველ შემთხვევაში ფართოდ არის ჩვენთან გავრცელებული რომ ჩვენ შემთხვევაში 100-ჯერ გაზომე ერთხელ გაჭერის პრინციპი ისეთი აქტუალურია როგორც არასდროს. ამიტომ ჩვენი დაბალანსებული პოლიტიკა ის რომ აი ამ ხელა დიდი სახელმწიფოების ინტერესების და გავლენის სფეროებში ისე გავიაროთ დანის პირზე რომ ჩვენი ინტერესებიც დავიცვათ და რეალურად მათი ინტერესებიც დაბალანსებული იყოს ჩვენ ქვეყანაში. ერთ დავუმატებ თუ შეიძლება ძალიან მნიშვნელოვანი ჩემი აზრით ჩვენ როცა საქართველოს რუსეთის ურთიერთობაზე ვლაპარაკობ არადოს არ უნდა დაგვავიწყდეს რომ რუსეთს ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიები. 40 კილომეტრში დგას რუსული ბაზა. ხო და ამიტომ ჩვენი პრობლემის გადაწყვეტა რუსებთან კომუნიკაციის გარეშე და არ გამოვა და სასურველია რომ არ ვიყოთ მარტო მოსკოვის წინაშე. და კიდევ ერთხელ შევახსენებ იმას რაც თქვენ ბრძანეთ და ის სტრატეგიული მოთმინება ინდოეთის მხრიდან მით უფრო არის ძალიან საინტერესო როდესაც სამხელო ქვეყანა თავის საკუთარ თავს ეუბნება რომ აი ეს უნდა გამოვიჩინოთ ამ რთული პროცესების დროს მით უფრო ეს მოითხოვება ჩვენი ქვეყნისგან და აქ მე მგონი მეტად მოსახლეობას უნდა მიმართოთ რომ სხვათა შორის აი ეს არეულობების ცდელობები არის არა მხოლოდ საქართველოში ჩვენ ვადევნებდი თვალყურს რამდენიმე დღის წინ ფიცოს წინააღმდეგ სლოვაკეთში მე ვფიქრობ აბსოლუტურად ხელოვნური პროცესი და ფიცომ და იქ დაადანაშაულა რამდენიმე პოლიტიკური ძალა მათ შორის სხვა ქვეყნები ჩვენ ხედავთ იმას თუ რა მიმდინარეობს პროცესი ვუჩიჩის წინააღმდეგ სერბეთში ჩვენ ხედავდით ცდელობას უნგრეთში როდესაც ოპოზიცია ლიბერალური იკრიბებოდა ორბანის წინააღმდეგ ამდენად ჩემი აზრით ეს ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ თქვათ უთხრათ ყველას რომ არის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი მათ შორის ჩვენს ისტორიაში კაცობრიობის ისტორიაში მაგრამ ჩვენ ამ შემთხვევაში საქართველოს ყველაზე მეტად გვადარდებს და ამდენად არ ამგონია რომ ის დრო იყოს როდესაც ხელოვნურად საკუთარ თავს პრობლემებს უქმნიან ბატონები უღრმესი მადლობა თქვენი შეფასებებისთვის ამ ძალზე საინტერესო დისკუსიისთვის ანალიზისთვის დიდი მადლობა ძვირფასო მაყურებელო თქვენ კი გემშვიდობებით მომავალ პარასკევამდე კარგად ბრძანდებოდეთ